ყველაფერი ყალბი იქნება, რო არ დავიწყო 4 ოქტომბრით. ჩვენ შეიძლება მხოლოდ იმაზე ვილაპარაკოთ, რამდენად სწორად იქნა ეს დაგეგმილი. უბრალოდ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის, ნებისმიერ პატიმარი პოლიტპატიმარია. დღეს საქართველოში არის სამი საოკუპაციო რეჟიმი, ერთი ზის ცხინვალში, ერთი ზის სოხუმში და ერთი ზის თბილისში. და რატო არ მოხდა, რატო არ გამოვიდა ამიხსენი? ახლა არის ზუსტად ამის დრო, რომ პარტიებმა შეცვალონ ოპერირების მექანიზმი. USAID-ის პროექტებიცაც ძალიან კარგად ხეირობდა ქართული ოცნება. მათ უნდათ ლეგიტიმაცია, მათ უნდათ ნორმალიზება, ოღონდ ნორმალიზება სხვა ტიპის. არათამდეული ადამიანი ის ნდობას არ იმსახურებს. კოცი 2012-ში რუსი იყო და დღესაც რუსია. ანუ ვინ მოგცათ უფლება კარგად იცხოვროთ? ის რიტორიკა, რომელსაც ესენი იყენებენ, არის დიპლომატიის მიღმა. გაფრთხილების მიუხედავად, დაშინების პირდაპირ მცდელობის მიუხედავად, იყო ძალიან ბევრი ადამიანი გუშაში. გავაანალიზოთ, რა შეგვეშალა, რა სწორად გავაკეთეთ, რა არასდროს არ უნდა გავიმეოროთ. თავარია, თავი არ უნდა მოიტყო, რომ რაღაც კეთილდათუნიასთან გაქვს საქმე. 2012 წელს არ მოსულიყვნენ ხელახლა რუსები ხელისუფლებაში, დღეს ვიქნებოდით ერთი ფეხით ევროკავშირში უკვე და ნატოში. რამდენად გრძელვადიანია, გრძელვადიანი ბრძოლა. ამიტომ მე ძალიან იმედია ნათვარ ამ ნაწილში. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოყვებით YouTube-ზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ასევე Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ზაზა ბიბილაშვილი, იურისტი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. მადლობა სტუმრობისთვის ბატონ ზაზა, პირველ რიგში. და მადლობა რომ მომიწვია და ბატონობით არ გვინდა აქვე შევთანხმდეთ ხო? სტანდარტული ფრაზები. კი ბატონო, ზაზა, ანუ ყველაფერი ყალბი იქნება, რო არ დავიწყო 4 ოქტომბრით. რა? ხო, იმიტომ რომ ყველაზე მოდი ეს თქვა, ცხელი თემაა და ის თემა, რაც ლაპარაკობთ და რაც ბევრს აწყობს. ანუ შენი აზრით, რა მოხდა და რა შეიძლება რა სიტყოდი? რა? ამ ყველაფერს. ხო, ძალიან სრულიად ისე წარმართა მოულოდნელად მოდი ეს ვთქვა. ვიღალ ჩემს ყოველში. კი ბატონო, ხო. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო იმით, რითიც ვცდილობ რომ დავიწყო ყველა ჩემი საუბარი ბოლო ხანებში, ეს არის მივესალმო ივანიშვილის რუსულ ციხეში მყოფ ადამიანებს განურჩევლად იმისა, მე მათ ვეთანხმებოდი თუ არა თავისუფლებაზე ყოფნისას. დღეს ისინი ყველანი არიან რუსული რეჟიმის პატიმრები, მათ შორის რა თქმა უნდა ისინი, რომლებიც გუშინ დააპატიმრეს, არ იცვლება ჩვენი საუბარი და ვიღაცების კრიტიკა და შენ არაფერს არ ცვლის. ვინაიდან მთავარი არის ამოსავალი წერტილი. ამოსავალი წერტილი არის ისე თუ თანხმდებით იმაზე, რომ დღეს ამ ქვეყანას დაპატრონებულია რუსეთი, მაშინ ყველაფერი, რასაც ქართველი გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა რუსებისგან დაიხსნას, არის ლეგიტიმური, მორალურად გამართლებული და სწორი. ჩვენ შეიძლება მხოლოდ იმაზე ვილაპარაკოთ, რამდენად სწორად იქნა ეს დაგეგმილი, გათვლილი, პრაგმატულად და ვთქვათ, დანახული შესაბამისი რისკების ჭრილში და ასე შემდეგ. ხო, ეს სხვა რაღაცა არის, მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო, მაშინ თუ ვიტყვით, ვიღაცები ლაპარაკობენ, ხო, ახლა მათ შორის რამდენიმე ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას უთქვამს, ოპოზიციონერს უთქვამს, რომ ესო არ ვიციო, უკანონო ქმედებები იყო და გაგვიჭირდებაო, რომ ამათ პოლიტპატიმრები დაუძახოთო და რა ვიცი, მაშინ უკანონო იყო 1832 წლის შეთქმულება, უკანონო იყო 1924 წლის აჯანყება და ბევრი რამ კიდე, ხო? ანუ მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ეს ქვეყანა დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამას ბევრი ჩვენგანი ვამბობთ უკვე დიდი ხანია და მიხარია რომ ეს პრაქტიკულად თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად იქცა, ანუ სამტკიცებელიც აღარ არის, ხო, ხა ტიპი უსინდისო თუ არა ხარ, ეს არის ფაქტი. ეს არის ასე. დღეს საქართველოში არის სამი საოკუპაციო რეჟიმი, ერთი ზის ცხინვალში, ერთი ზის სოხუმში და ერთი ზის თბილისში. და თუ შევამჩნევთ და მივაქცევთ ყურადღებას, ძალიან ხშირად სინქრონში აკეთებენ რაღაცეებს. ხო, მაგალითად ამას წინა ზურა ჯაფარიძემ ციხიდან მოიწერა, როცა გელა ხასაია დაიჭირეს, თქვა რომ ყოველ ჯერზე როცა გელა ხასაიას იჭერდნო წინაზე, ხო, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მიდიოდნენ დედამისთან გალში და ეუბნებოდნენ რომ შემაშვილმა დააყენოს ერთი ადგილი და ყველაფერი კარგად იქნება რა. ანუ რაძალა ადგია. ანუ ერთ საქმეს ემსახურებიან თბილისში, ეგრეთ წოდებული ხელისუფალნი, ანუ რუსული რეჟიმის წარმომადგენელნი და ისინი, ვისაც ჩვენ ვეძახით აფხაზეთის დე-ფაქტო
მარიონეტულ თუ საოკუპაციო რეჟიმს. შესაბამისად ის თუ როგორ ჭრილში უნდა დავინახოთ 4 ოქტომბერი არის თავისთავად ცხადი, ხო? ყველა ქართველი ცდილობს, რომ ეს ქვეყანა გაათავისუფლოს საოკუპაციო მმართველობისგან. ამიტომ იყო იქ ძალიან ბევრი ადამიანი, ამიტომ არ იყო იქ ბევრი ადამიანი კიდე. ხო, ვიღაცებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ შეიძლება იქ რაღაცეები წასულიყო იმ სცენარით, რომელიც მათთვის ფიზიკურად იყო სავარაუდოდ საფრთხის შემცველი და ბევრმა იფიქრა, რომ ვაიმე შეიძლება ჯობს რომ გავეცალო იქაურობას. მაგრამ თლიანობაში იქ ვინც იყო, იმ ადამიანებმა თავისად შინაგანად დასტური მისცეს ეგრეთ წოდებულ იმ აგრეთვე მშვიდობიან დამხობასაზე საუბრობდნენ, ხო? ნახოთ მშვიდობიან რევოლუციას, ხავერდოვან რევოლუციას, რაც გვინდა დავარქვათ, ხო? როგორც ამისი წარმოჩენა ხდებოდა, იქ იმიტომ მივიდნენ, რომ ამაზე პოლიტიკურად ყველა იყო თანახმა. თანახმა იყო იმიტომ, რომ ცხადია, ჩვენი ქვეყნის მართლობა დღეს ხელში აქვს ჩაგდებული რეჟიმს, რომელიც ემსახურება მტრის ინტერესებს, ემსახურება რუსეთის ინტერესებს. დღეს ახლა ძალიან სასაცილოა დაალაგდნენ და ულოცავენ გამარჯვებას ჩეხეთში გამარჯვებულ კანდიდატს ბაბიშს და მის პარტიას. ყაველა მიხეილ კობახიძე და ასე შემდეგ. რატო ულოცავენ? იმიტომ რომ არის მორიგი პრორუსი მართველი, რომელიც ამ შემთხვევაში აღწევს წარმატებას საარჩევნო ყუთიდან და პოპულისტი ვიდრე გაქანებული პრორუსი, კიდე გაუცრუდებათ მან იმედები, რომ მეც ასე მგონია. ტრამპთან გაუცრუდათ, მაგრამ კაი, მოდი ახლა ჩვენ ამას დავუბრუნდეთ 4 ოქტომბრის თემას. იცი რა არის, ჩემთვის ყველაზე თქვათ გასაკრიტიკებელი რაც არის, მოდი ესე ვთქვათ, ხო, არის ის, რომ აბსოლუტურად ჩემი აზრით სული მომზადებლობა, არა კოორდინირებულობა და შემდეგ იყო რა. დამეთანხმები თუ არ დამეთანხმები, ეგეც ძალიან საინტერესოა. პიქით მირჩევნია არ დამეთანხმო და მითხრა რატო არ დამეთანხმები, იმიტომ რომ მე როგორ უყურებთ სიტუაციას, სამწუხაროდ საბედნიეროდ ძალიან რეალისტი ტიპი ვარ, პიქით პესიმიზმისკენ ვარ მიდრეკილი და გონია რომ იმ მდგომარეობაში როგორცშიც ჩვენ ვართ, ხო? მთლიანად ოპოზიციურად განწყობილ სპექტრს არა გვაქვს ბევრი შეცდომის დაშვების უფლება. ისაც ბევრი შეცდომა დაუშვით, ბევრი ხიდებით დავწვით ერთმანეთთან, მე იქნება პარადოქსალური სიტუაციები, როდესაც დღეს მხარდამხარ პრინციპში დგანან, ოღონდ კარგად ვერც დგანან ადამიანები, რომლებიც 2011-ში, 2012-ში თუ რომელიღაც წლებში ერთმანეთის მოწინააღმდეგები იყვნენ და ასე შემდეგ. ხო და თეორიულად ისიც კი არაა გამორიცხული, რომ ვიღაც ვინც ეხლა არის თქვა გაქანებული კოცი, ანუ ყაველაშვილი შეიძლება იყოს შენი მოკავშირე. ვერ გამორიცხავს ასე. აი ხო ჩაიღიმე ხე შენ, მაგრამ თუ გამორიცხავს. ანუ ვერ გამორიცხავს. ეხლა გეთახმები. კორკოტას ვიდეო მოქვს გაზიარებული 1-2 კვირის წინანდელი რა. ხო და რა ვიცი ხა მე და გია კორკოტაშვილი აშკარად სხვადასხვა პოზიციებზე ვიდექით რაღაც აკითხებდა წლების წინ, ხო? მაგრამ დღეს ხო ერთ იმაზე ვართ. და აქედან გამომდინარე რა, ან ჩემთვის ნებისმიერი ესეთი ფალსტარტი თუ ფუჭი რაღაცა მსელობა, რომელსაც უარესი შედეგი მოაქვს პრინციპში. ხო? ჩემთვის ეს არის აი ძალიან დიდი, როგორ გითხრა რა, შეცდომა, მოდი უპასუხისმგებლობა არ ვიცი, რა იყოს. ანუ შენ რომელიც როგორც ორგანიზატორს რაღაც მეტი მოგეთხოვება. ორგანიზატორს მართლა ყოველთვის მეტი მოეთხოვება. შენ მას სუფრაზე მომიწვევ თუ მიტინგზე მომიწვევ, შენ მიწვევ მე რა, პასუხისმგებლობაა შენი. გაიგე? და ამ პასუხისმგებლობას გაკისრებ მე არც ქვას გაყოლებ ზურგში, არც არაფერი. გაიგე? ხვდები რომ ამ პირობებში თან, ოღონდ ამ პირობებში, როცა შენ ამბობ, რომ ზოგადად არათუ რეჟიმია, უბრალოდ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის, ნებისმიერი პატიმარი პოლიტპატიმარია, მაგაზეც არის. რაც უნდა ბრალდები დაგიჭირონ, თუ კი სასამართლოს დამოუკიდებლობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და მისი ობიექტურობა, იქ უკვე რაზეა საუბარი, მაგრამ ისევ და ისევ რა, ეს მიტინგი აი ყველაზე ნაკლებად ტოვებდა რამე ერთი თვის წინ თუ 2 თვის წინ ხდება დაგეგმარება ეგეთი შთაბეჭდილება. არ ვიცი, რატომ მოხდა ესე? ჩემზე შთაბეჭდილება დატოვა. ისევ და ისევ სიტყვებსაც ვაკვირდები. შთაბეჭდილება დატოვა ნიშნავს, რომ ვტოვები მის სივრცეს, რომ იქნებ ვწდები შთაბეჭდილება დატოვა, ხო? მაგრამ რავი. ხო,
ხო, მე ამათი გამიჭირდება იმასთან, რაც შენ თქვი, უბრალოდ რაღაც დეტალები მინდა დავამატო. ხა რო გითხრა, რომ ხა არ გეთანხმები და ორგანიზებული იყო, ნუ არასერიოზული იქნება, შეიძლება იყო ორგანიზებული, მაგრამ ვერ განხორციელდა. შეიძლება რაღაც იყო დაგეგმილი, მაგრამ ის არ გამოვიდა. ზუსტად ეს მიანიშნა მე როგორც მივხვდი მურთაზოდელავამ დაჭერის წინა ინტერვიუში, რომ რაღაცეები სხვანაირად იყო გათვლილი, ან ვიღაცეებს ენდოვისაც არ უნდა ნდობოდა. იგივე თქვა დაახლოებით პაატა ბურჭულაძემაც ცოტა ადრე დაჭერამდე, მე მგონი მეორე თუ მესამე დრო გამოდიოდა უკვე რუსთაველზე. შესაბამისად ახლა მე არ მინდა მათ ვიმარჩიელო, თუმცა მოდი ასე ვთქვათ, ანუ მეც მაქვს ეგ თვისება, რომელიც შენ თქვი, კერძოდ ის თვისება, რომ არ ვიტყვი რომ რეალისტი თუ რაც არის, ანუ სინამდვილეში ყოველთვის ვემზადები უარესი სცენარისთვის. ვინაიდან თუ გამოვა ყველაფერი კარგად, თუ ყველაფერი თუ ვასკვლავები ისე დალაგდება და არავინ არ გვიღალატა და ყველაფერი ზუსტად ჩაციკციკებულად განხორციელდა, ხო ძალიან კარგი, მაგას აჯობია. მაგრამ აი თუ ჩავთვლით რომ არაფერი ისე არ გამოვიდა, მაშინ რა შვებით, ხო? ანუ სინამდვილეში ეს არის დაგეგმარება. მეორე მხრივ ახლა ძალიან უხერხულად ვგზნობ ამაზე, როცა ვსაუბრობ თავს, ვინაიდან ეს ადამიანები დღეს არიან რუსულ ციხეში, ანუ მათ თავი გაწირეს, აი ანუ ხო არის რაღაცა მოგიწვიეს კი ბატონო სუფრაზე, მაგრამ რა მოხდა ამაზე ვისაუბროთ კიდე, მაგრამ იმის გამო რომ ესე დასრულდა ეს ყველაფერი დღეს ესენი არიან ციხეში, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ თუ საბაბიანად თუ უსაბაბოდ, ხო აი მე მგონი ხა ბექა ბასილაი ამბობდა რომ პაატა მარჯგალაძის შემთხვევაში საერთოდ არაფერი არ არის, მგონი პაატა მარჯგალაძეს ინტერვიუს არ მიუწია და სიტყვითაც არ გამოცულა, მაგრამ მაინც ხო ლაშა ბერიძეც ძალიან მიყოს, მე ლაშას ვიცნობ წლებია საერთოდ სამინისტროდან და ვერცად ვერ ხვდები ვერანაირ კავშირს ბერიძის საერთოდ არ სამინახოს. ხო, ანუ მაგრამ ეგ მაინც დეტალებია, ვინაიდან ანუ ახლა ესე რომ გამოიყვანოთ რა, ანუ გამოდის რომ ვიღაც სხვა მართლა, ხო, ანუ ეგრე არ გამოვიდეს, ხო? არ მინდა რომ გამოვიდეს. ეს ადამიანები დღეს არიან ციხეში და ძალიან მართლა უხერხულად კი არა, არასწორია რა ჩვენგან ახლა რაიმე ფორმით ამაზე პროფესორულად მსჯელობა, აი ერთს ვიტყვი კიდე რა მინდა დავასრულო, რატომ ეს არის ქვეყანა, სადაც არასდროს არავინ არ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ანუ ვიღაც ტიპები იყვნენ, ვინც რა ვიცი 2016-ში მეეუნებოდა, 2018-ში მეეუნებოდა, 16-ში მეეუნებოდა, ახლა მეორე ტურებში თუ გავალთ, აი ყველაფერი მაგრა იქნება და რა ვიცი, შერჩა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნა, არჩევნების მოპარვა, ანუ მაშინ უკვე იყო ეს, ყველაფერი სახეზე იყო, მაგრამ ვიღაც სუბიექტური ინტერესით ესე მოხდა. ესე იყო 18-ში, 20-ში, 22-ში, ბევრი მსგავსება იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ის ადამიანები, რომლებიც შენ ბჭყალებში სუფრაზე გეპატიჟებოდნენ, ბოლო მომენტში ან რაღაც ძალიან ელეგანტურად გაიწეოდა სურათიდან, ან ისე მოხდებოდა, რომ რაღაცა შემოგიგდებდნენ სატყუარას და იმაზე გალაპარაკებდნენ და ამასობაში დაგავიწყდებოდა ვინ მოგიწვია სუფრასთან და ასე შემდეგ, ხო? 100 ატარეს წლიდან წლამდე, ზოგს საბიუჯეტო დაფინანსება ჰქონდა, ზოგს ის ჰქონდა, ზოგს ეს ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ხერი ყველას ჰქონდა, არასდროს არავის პასუხი არ უგია. კი ბატონო. და დღეს არიან ეს ადამიანები, რომლებსაც თავისთავად გაწირეს ფაქტიურად, ხო, მეც გონია, რომ რაღაც ალბათ სხვანაირად უნდა ყოფილიყო დაგეგმილი, მაგრამ ვიმეორებ, აი ამის თქმაც მიჭირს, იმიტომ რომ ისინი დღეს ციხეში არიან. ხო, და მათ მისცეს თავგანწირვის მაგალითი საქართველოს, როგორ უნდა ცადო ყოველ შემთხვევაში. მერჩივნა რო უკეთ ყოფილიყო დაგეგმილი რაღაცეები, ალბათ ყოველ საქართველოს ერჩივნა, ხო, ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა რუსეთს არ იყოს. ესე გეტყვი რა, ან ჩემ მიზანიან თვით მიზანი ის კი არა, ვიღაც ვაკრიტიკო, უბრალოდ მეორე მხრივ შენ თუ რაღაცები არ გაანალიზე, აი ეს საუბარიც რომ აი ახლა ამის დრო არ არის. არასოდეს არ დადგა არაფრის დრო ჩვენთან და ეგ სამწუხაროა, იმიტომ რომ ეს შეცდომები, რომლებიც სხვა შორის ოპოზიციას აქვს და წლების განმავლობაში ჰქონდა და ასე შემდეგ. ხო, აი მოლოდინების სამდე აწევა. არ შეიძლება ზაზა მოლოდინების აწევა სადღაც კოსმოსში და მე რა არის ყველაზე ცუდი, ბოდიში მაინც მოიხადია მოლოდინების აწევა. ალბათ ეს დღევანდელზე 4 ოქტომბრის თემაზე არ ვამბობ რა. იქაც იყო მოლოდინების უსაზღვრო დაწევა, მაგრამ ზოგადად წლების განმავლობაში ჩვენს ოპოზიციას 2012 წლის მერე აი წითელ ხაზად გასდევს, რომ რაღაც მოლოდინებს აწევენ და მერე ერთ დღეს გეუბნებიან რომ თავს შევაკლავ და მეორე დღეს გამოდიან და გეუბნებიან რომ აი ახლა ასე უნდა გავაკეთოთ და დაგავიწყოთ. არც კი გიხსნიან რატო ვერ მოხდა რაღაცა, რატო არ მოხდა, რატო არ გამოვიდა ამიხსენი. რა? იმიტომ რომ ხა ესე შეუძლებელია ჩვენ ხო ბოლო როგორც საზოგადოება უნდა აღვიზარდოთ. ხო რა, აი ხო უნდა ამოვიდეთ ეს წუმპე რომელშიც ჩვენ ვართ, ეს არ არის მარტო ერთი პარტიის ბრალი, ერთი ადამიანის ბრალი, ეს რაღაც კოლექტიური შეგნების ბრალიც აქვს შემთხვევაში, რომ დასკვნები ვერ გამოგვაქვს, ვერცერთ მხარეს. რომელ მხარესაც არ უნდა ვიყოთ. გეთანხმები აბსოლუტურად, მეცაც გეტყვი, ერთ რაღაცას გავახსენებ ჩვენს მენელს თუ მაყურებელს. აი ხა რა ფრაზას შენ ახსენე, მაგ ფრაზის აგდება
და გაკომიკურება დაიწყო 2020 წლის მარტში ჩემი სტატიით, რომელიც გამოქვეყნდა Forbes-ში. არ ვიცოდი. ხო, იმ სტატიას ერქვა ზუსტად ასე, ახლა ამის დრო არ არის. ჭყალებში რა თქმა უნდა. და ის სტატია იყო იმაზე, როგორც ცდილობს, მაშინ ხალხ საზოგადოებამ ასე კარგად არის ცოტა ეს ტერმინი deep state თუ რეალურად ვიღაც ჩამყაყებული ფიგურები თუ კონიუნქტურა, როგორც ცდილობს საკუთარი თავის შენარჩუნებას და გადარჩენას იმით, რომ გეუბნება, რომ ახლა ამის დრო არ არის ძმაო. და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ყოველ წელს არჩევნები ემართებოდა და ყოველ წელს რაღაც კრიზისი იყო, ყოველთვის მაგას გეუბნებოდნენ, რომ კი, პრინციპში მართალი ხარ, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ რასაც შენ ამბობ იმ ვითარებაში ეს ასე არ იყოს, ვინაიდან კრიტიკა როგორც წესი სწორი იყო, ხო? კრიტიკა კაი გაგებით, ეს არ არის რაღაც ჩხიკინი, ეს არის ასე კი არა, ასე გავაკეთოთ, ხო? რაღაც კონკრეტული ზოგადად ესეც სასწაული გვაქვს, რომ კრიტიკა ყოველთვის კარგი გაგებითაა, თუ გაგინებს ვინმე, ეგაა ცუდი გაგებით, თუ გაკრიტიკებს, მოყვარია. გაკრიტიკებაში და რას გულისხმობ, იცი, რომ ძალიან ხშირად იტყვიან, რომ აი კრიტიკა ადვილია ძმაო, მაგრამ ეუბნები, რომ იმას კი არ გეუბნები, რომ აი ეს არ ხნა და ცუდია, ეუბნები, რომ ეს კი არა, ეს არის სწორი გზა, ხო? მაგრამ ყოველთვის გაჩვენებდნენ იმით, რომ ახლა ამის დრო არ არის. და მეორე კლიშე ასევე, რომელიც მაგას მოსდევდა, იყო ახლა ასეა საჭირო. ეგეც წყალებში, ხო? ვინ დაადგინა, რომ ასეა საჭირო, რატომ არის საჭირო? როდის იქნება ახლა ამის დრო, როდის მოვა ეგ დრო, ხო? არასდროს არ დგებოდა და სინამდვილეში ეგ კლიშეები იყო რაღაც არჩევნებიდან არჩევნებამდე გადაგორების საუკეთესო საშუალება, ხო? როგორც წესი ხდებოდა არჩევნების გაყალბება, ვიღაცები შევიდოდნენ პარლამენტში, ვიღაცები დაითრევდნენ პრივილეგიებს, მერე რაღაც 2-3 თვიანი კრიზისი ან კრიზისის იმიტაცია იქმნებოდა და მერე ყველას ავიწყდებოდა ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც ხელისუფლება ოპოზიციის ხან წაყრუებით თუ გვერდზე გახვედებით რაღაც ახალ დრამას შემოგთავაზებდა ხოლმე სანახაობას და ამასობაში მოვიდოდა შემდეგ გაზაფხული და ახლა ამის დრო აღარ იყო ისევ. ხო და აბსოლუტურად გეთანხმები, ანუ მან საკამათოს არათუ არაფერი, არამედ ვიმეორებ აი მაგ ფრაზის აგდების ავანგარდში ვიყავი და შეგიძლია წაიკითხო ის სტატია. ის სტატია სხვათა შორის შეეხებოდა შიდაპარტიულ დემოკრატიას. ანუ იმ სტატიით დაიწყო ჭავჭავაძის ცენტრმა მაშინ შიდაპარტიული დემოკრატიის პროექტზე მუშაობა და შიდაპარტიული დემოკრატიის თემა რა არის? საქართველოში პრაქტიკულად ყველა პარტია იმართება როგორც შპს. ხო, შპს რომელსაც დირექტორი, ან ერთი დამფუძნებელი და ერთი დირექტორი, ან ორი დამფუძნებელი, ან სამი მაქსიმუმ, რა ვიცი, აი შინაურები ვართ დამფუძნებლები და დანარჩენები არიან აი ესე ვერტიკალში. და პარტიები ეგრე არ იმართება. ანუ პარტიული სტრუქტურა, პარტიული სიცოცხლე, პარტიული ორგანიზმი ეგრე არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ჩვენ ვხედავდით წლიდან წლამდე იმ რეალობას, როდესაც იყო ეს უზარმაზარი უფსკრული ამ მომრჩეველსა და პარტიებს შორის. ხო, თითქოს არჩევნებზე რაღაც შედეგებს დებდნენ ეს პარტიები, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე მე ტარდებოდა რაღაც კვლევები და 2/3 დაახლოებით 2/3 გეუბნებოდა, რომ არც ერთი პარტია არ წარმოადგენს ჩემ ინტერესებს. არც ერთი პარტია არ საუბრობს იმაზე, რაც მე მადარდებს. ხო და რატო იყო ეს? იმიტომ რომ პარტიები ამორჩეველს უყურებდნენ როგორც რაღაცნაირ ნახირს ბოდიში, მაგრამ ესე უყურებდნენ, რომ როცა გეტყვი მიდი და შემოხაზე ისა თუ ის ნომერი, მე როცა გეტყვი გამოდი და გააპროტესტე, მე როცა გეტყვი შედი ახლა სახლში და დაელოდე, კიდე როცა დაგიძახებ და არ არის ეგრე ბატონებო. ხო, ანუ ნებისმიერ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში თუ გვინდა რომ ასეთი იყოს ჩვენიც, მათ შორის ასე უნდა იყოს, პარტია წარმოადგენს რაღაც ინტერეს ჯგუფებს, ხო, რაღაც სოციალურ ფენას, ანუ ვიღაცას წარმოადგენენ, იმიტომ კი არა რაღაც ლოზუნგს ისვრი და იმ ლოზუნგზე ვიღაც სიტუაციურად გამოყვება, ანუ ვიღაცას წარმოადგენენ, ხო, რაღაც აი კონკრეტულად სხვა ქვეყნებში რაღაც მემარჯვენე ცენტრისტები, სოციალისტები, რაღაც ფერმერები, ანუ აი სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების გამომხატველი, რაღაც ქალაქში მაცხოვრებელთა საშუალო კლასი, ხო, აი შესაბამისად, ან ახალგაზრდული პარტია, რომელსაც რაღაც სტუდენტური თემების მიმართ აქ დაინტერესება და ავა აქ მითხარი რომელი პარტია მუშაობს ეგრე? არც ერთი, ხო? და აი ეს, რაზეც ახლა ვსაუბრობ, იყო იმ ჩვენი პროექტის ასე ვთქვათ, პირველი მერცხალი, საიდანაც ითქვა, რომ ახლა არის ზუსტად ამის დრო, რომ პარტიებმა შეცვალონ ოპერირების მექანიზმი. რაც მიხარი არის ის, რომ მას მერე 5 წელიწად ნახევარი გავიდა მას მერე, ეს ტერმინი გაჩნდა, ანუ დაინერგა საზოგადოებრივ ცხოვრება შიდაპარტიული დემოკრატია, კი ბატონო, გაიგებ ამას. მეორეა, რომ ამას პრაქტიკულად არავინ არ ამ გადაცემას თუ მოусმენს ერთი ქალბატონი დაგცხებს მე. შეიძლება არ დაგცხო. არა, დამწოდა, ანუ იქ თავისივე ხალხმა გააჩუმა ეგ, იმიტომ რომ დოკუმენტურად დასტურდება, ვინ დაიწყო ეს თემა და ასევე ღმერთმა ხა თავს არა გაუყადრებ არავის, მაგრამ ვიმეორებ, რა ვიცი, ხა მე შემიძლია
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობს, დოკუმენტურად და კონკრეტული თემებით ვანახო რაღაც შენ ახლა 2014-ში ან 16-ში თუ ასე ამბობდი და მაშინ ისე გაწყობდა და დღეს ასე გაწყობს, ანუ ეგ არის ჩემთვის თავარი პრობლემა, ხო? კონცეფციის შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში. ლირიული გადახოვისთვის გავაგრძელოთ უბრალოდ, ხო? ხო, იმიტომ ვიძახი, რომ ახლა ეგეც პრობლემა არის, არათანმიმდევრულობა არის პრობლემა, ხო? შენ გუშინ ისე გაწყობს და დღეს სხვანაირად გაწყობს, ხო? ხა ერთია მოქნილობა, მეორეა რომ ვითარება იცვლება და მესამეა რომ ანალოგიურ იდენტურ ვითარებაში ერთჯერ სხვანაირად იქცევა და მეორეჯერ სხვანაირად, ახლა ეგ რაღაცნაირად დისკვალიფიცირებას ახდენს შენ. მაგრამ ამ თემაზე ამ მიმართულებით ნამდვილად არ მინდა. არათანმიმდევრულობაზე ჩავაჭიროთ რა და გეტყვი რატო. ჩემს ყველაზე დიდი პრობლემა მართლა არის არათანმიმდევრულობა. არათანმიმდევრულობა უდრის უპრინციპულობას. თუ ვინმე ნახავს რომ მე რაც დამიწერიან მithქვამს იმასთან მოვდივარ ჩემივე სიტყვებით თუ საქციელი წინააღმდეგობაში აუცილებლად მიმითითოს და თუ კი მე იმას დასაბუთებულად ვერ ავხსნი, ყველა ამ ადამიანს რავი მოუწოდება რა დამგმოს და ასე შემდეგ რა. ნუ რასოდეს ნუ ღარ მენდობა რა. იმიტომ რომ არათანმიმდევრული ადამიანი ის ნდობას არ იმსახურებს. და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ყველაფერია გარდა თანმიმდევრულობის. ეხლა მაგალითად გეტყვი, რომ თვითმმართველობის არჩევნების თემა ხო იყო, ნუ გახარია და ლელო, ხო? მოკლედ გარდა იმისა, რომ ძალიან ცუდი იყო ის, რომ ეს ოპოზიციური სპექტრი ხო ვერაფრით ვერ გაერთიანდა და ვერ რაღაც შეჯერდა იმაზე, ვინ უფრო დიდი იმპერია ერთმანეთი თუ ბატონი ბიძინა. რა არის იცი? აი არ ეთანხმები, რომ ეს ხალხი შევიდა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. მე დაიწყო აი ჩვეულებრივ, რაც არის მოღალატეები, აგენტები, ისეს, მაგრამ ყველაზე ცუდი მე გეტყვი რა არის. აი რაში იქნება არათანმიმდევრულობა. თუ ყვანი აღმოჩნდება, ეგეც აი გავა თვეები შეიძლება წელიწადი გავიდეს და მე თავად გავიხსენებ და ამოვიღოთ მე ეს. რაღაც ხნის მერე ძალიან ადვილად შეიძლება ერთად დასხდნენ ეს ხალხი რომელმაც ერთმანეთს კი არა, ერთი ნაწილი რომელმაც მეორეს მოღალატეები უძახა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაღაც ერთი მიზნისთვის იბრძოლა. ანუ რა გრჯის რო ჯერ მოღალატე უძახო, ან მე მოღალატესთან დაждდა. ოდეს ერთი მაგალითია რომელიც ეხლა გამახსენდა, თორე ამის უამრავი მაგალითი ალბათ შენ უკეთეს მაგალითები შეიძლება გაიხსენო. ანუ რატო ვიქცევით ესე და მე ზუსტად აი რაც შენ თქვი, რომ მოსახლეობა უფრო ისეთი ყურადღებიანი იყოს და უფრო ყურადღებით ეკიდებოდეს იმ სიტყვებს, რომელიც პარტიულმა ლიდერმა როდესღაც თქვა და ასე შემდეგ. ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა პარტიის რეიტინგები, არა მარტო ქართული ოცნების, იმიტომ რომ არასოდეს თავიანთი სიტყვის ერთგულები ხშირ შემთხვევაში არიან. და ამას უკავშირდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნიჰილიზმიც. მოდი ესე. ხო, ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ეგეც შემოგდებულია მეორე მხრიდან, ანუ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რომლის განუყოფელი ნაწილი არის ივანიშვილის რეჟიმის სპეცსამსახურები, რომ ისეთი ტიპები გააფეისოს, რომლებიც არიან მორალურად და პოლიტიკურად ბანკროტები და კომპრომეტირებულები. ხო, ანუ ადამიანი 9-ჯერ რო შეცვლი პოზიციას, მე იმით манипуლირებაც არ გჭირდება. ხო, უბრალოდ, იმდენად უვნებელია და უსაფრთხოა მისი პოლიტიკური განცხადებები, რომ შეგიძლია პირიქით თქვა, რომ აი მირჩევნია ესეთი ტიპი მყავდეს კონკურენტად, ხო, რომელიც გუშინ ამას ამბობდა, გუშინ წინ ამას ამბობდა, დღეს გადათქვა, მე გავქარდავ მისივე ნათქვამებს, დავაჯენ მისივე ოპონენტებთან და ვიტყვი, რომ აძმავ, აი, ხო? და ძალიან ძნელი იქნება რამის საპირისპირო თქმა. იგივე ამ სახელდაგვარებს მოვერიდები, ან შეიძლება არც უნდა მოვერიდო, მაგრამ რატო ვიძახი, იცი, რომ აი არიან ადამიანები, რომლებიც აი რაღაც ერთი ტიპი იყო გამახსენდა, იმიტომ რომ ამას ნახე ეთერებში გუშინ წინ. 2012-ში იძახდა, რომ მარჯვენად თუ შემოხაზაო, დაგილყებაო, მარცხენად თუ შემოხაზაო, განგრენად თუ რაღაც მოკლედ რა და მე რამდენიმე წლის წინ მომესმა ამავე ადამიანის ხმა ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერიდან, რომელიც ამბობს, რომ კაცო, ვინ არიანო ეს ხოცებიო, საიდან მოვიდნენ, სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენო, როგორ მოვიდნენ, ხო და იცი რა, ახლა მე არა ვარ ისეთი ადამიანი, რომ აი დავგმო და თითით საჩვენებელი გავხადო ვიღაც, ანუ კი არ ვიძახი, რომ ადამიანის პოზიციაში ცვლილების უფლება არ აქვს, მაგრამ ერთხელ მაინც ამიხსენი, რომ აი მე მაშინ ისე რომ ვამბობდი და დღეს ასე რომ ვამბობ, აი ჩემში ეს პროცესი განვითარდა, ხო? რაღაცა დავინახე, რაღაცა გადავიაზრე, რაღაცას მივხვდი და დღეს შესაბამისად ამ პოზიციაზე ვარ. რა ვიცი, პირადად ჩემთვის კოცი 2012-შიც რუსი იყო და დღესაც რუსია. ანუ კოც გულისხმობ ბიძინა ივანიშვილი და ყველა ვინც მის ინტერესებს იზიარებს და ახორციელებს, ხო?
რუსეთი იყო ეს, ანუ დიდ სურათში შეიძლება ვიღაცა არ იყო, ხო, ვიღაც საშუალო რანგის ჩინოვნიკი, ზოგი შეიძლება ზედა რანგის ჩინოვნიკიც არ იყო. მაგრამ იმას არავინ არაფერს არ ეკითხებოდა, ხო? რა მომენტში ზალასანიან ბოდიშ და მოქმედება კი არა, ხო, როგორ არის ქეცბაიას იმაში, მოძრაობა გააკეთა, ხო? მოძრაობა გამიკეთა. ხო, რა მომენტში პირობითად ალასანიან მოძრაობა გააკეთა, იმ მომენტში აღმოჩნდა, რომ აღარ არის, ხო? ხო და ამ დროს რა ხდება? ამ დროს ვიღაცებს შევეუნები, რომ კაცი წავიდა, გადადგა, იმიტომ რომ ამბობს, რომ კურსი იცვლება. ამ დროს ვიღაც შემოდის არ გავჩერდები ასეთების კეთილსინდისიერებას და კეთყვის რომ როგორ ძმაო მე აი ხიდაშელი მოვიდა და ხიდაშელი იყვება ესა რა ქვია პრორუსი და რა ვიცი ხიდაშელი რომელიც მაშინას და მეც მებრძოდა მაინც მომიწია სახელების და გვარების დასახელება ხო დღეს კონგრესში გამოდის და ამბობს რომ ბიზნა რუსიაო და ნუ აბსურდია აბა რა არის ხო და აბსურდი რა არის იცი ადამიანები რომლებიც არამხოლოდ ის რომ ვიღაც არის არაპრინციპული თუ არათანმიმდევრული თუ მერკანტილური თუ საკუთარი სუბიექტური ინტერესებით მოტივირებული აბსურდი ის არის რომ ეს ადამიანები მუდმივად სხვას ასწავლიან ჭკუას. გულისხმობ იმას, რომ თუ ჩვენ ქვეყნის ინტერესი გვაქვს, ხო, აი წარმოიდგინე პატარა მაგალითი, რომ დაუშვათ ოჯახი მიყავს სადღაც მანქანით. და რა ვიცი, გაიარე 1 კილომეტრი, 2, 10 კილომეტრი, იქ რაღაც ხეს დაეჯახე, იქ რაღაცას გამოსდე ბარძურს, იქ აღმოჩნდა რომ რაღაც არ გამოგიძინია და ცოტა გაკიმარებს და გეძინება, ხო? ხო გეტყვის ოჯახის წევრი, რომ კაცო გადმოდი შენ უკან დაჯექე, არავინ არ გაგდებს მანქანიდან, მაგრამ არ გწოდნია ტარება, არ ახარ მზად ამისთვის. ფაქტია, რომ გზა არ იცი, ხო? ის რაღაც შესახვევი გამოგეპარა და ასე შემდეგ. და ნუ მეუნები რომ მაინდა-მაინც შენ უნდა იჯდე ისევ საჭესთან, ხო? კონგრესში შენ, ეთერში შენ რაღაც ეს ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ აი რაღაც ესეც არ არის არაფერი სუბიექტური. ქვეყნის ინტერესებია აქ ერთადერთი განსაზღვრელი, ხო? ადამიანები, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში ცდებოდნენ მთელი ეს წლები და უარეს შემთხვევაში ამას შეგნებულად აკეთებდნენ ვინაიდან სუბიექტური ხეირი ჰქონდათ არ არიან იმ მორალურ პოზიციაზე და იმ ვითარებაში რომ დღეს ვიღაცას რაღაც ასწავლონ მორალურად ასწავლონ კი არა კაცო პრაგმატულად ასწავლონ ანუ აი ხვალ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება ის ვერ მეტყვის რომელმაც 10 წელი შეცდომა უშვა უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში 10 წელი თანამონაწილე იყო იმ რუსული ქმედებების რომელსაც ივანიშვილი ახორციელებდა და ვიმეორებ ეს არის ანუ ხო შეიძლება ამ ადამიანებს ერთხელ კონდეთ რაღაც აი ესეთი კათარზისული ეთერი. მოყვნენ, მქონია 1-2 სხვათა შორის. რომ აი ეს მოხდა და რაღაც ასეთებს ორმაგი პატივისცემით ვეპყრობი, რა ვიცი, ირაკლი ტაბლიაშვილი მაგალითად, რომელიც დაჯდა, მოყვა თავისი ისტორია, არაერთგზის. საკმაოდ დეტალურად, ხო, აი როგორ მივიდა, სად მივიდა, რატომ მივიდა და შემდგომ რა შეიცვალა. ჩემი პატივისცემა მას და რა ვიცი, კიდე არის რამდენიმე ადამიანი, ვინც ეს ასე გააკეთა. და აბსოლუტურად უხინჯოა ჩემი ურთიერთობა და ჩემნაირების ურთიერთობა და თანამებრძოლობა და თანამოაზრეობა ასეთი ადამიანების მიმართ, მაგრამ არა ის, რომელიც გუშინაც სუბიექტურად იყო მოტივირებული და დღესაც სუბიექტურად არის მოტივირებული. ეს სხვა. ხო, მაგრამ აი შენ მაგალითად ამბობ რომ აი 10 წელი 12 წლიდან 12 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია 34 წლის განმავლობაში შეიძლება შენ ახლა გაიხსენო რამდენიმე პოლიტიკოსი რომელიც 34 წელიწადია ქართულ პოლიტიკაში ტივტივებს და აი ნუ მე ისევ და ისევ ან ჩვენ პრობლემებს აი 90-იანებიდან მოყოლებული ერთიან ჭრილში ვხედავ უკვე რა რო უყურებ ეხა აი თუნდაც ეს ბოლდროინდელი დღეს შემხვდა გავგიშდი რა ვიღაც ქალბატონი ამტკიცებდა თურმე არ ვიცოდი მე არ შემხედრია სოციალური ქსელები მოქმედებენ რაღაც საკუთარი ალგორითმი აქვს და თუ რაღაცის ბაბლში არ ახარ შეიძლება აქცდეს რა და მოკლედ ვრცელდებოდა სკრინი Facebook-ზე რომ 8840 პოლიციას თურმე დაუწერია პატაკი და აი რა ზოგიჟდები იცი რომ აი როგორ უნდა დაინჯერო ვინმე ვიღაცამ შეიძლება დაწეროს ეს კი ბატონო 8840-მა პოლიციამ დაწეროს პატაკი ხო ანუ აი გეკა გელაძე იქნება სადაც აეროპორტს გაცდენილი ხო სიტყვაზე ხა ესე დებილები ხო არ არიან ანუ მეორე მხარესაც ხო ანუ როგორ შეიძლება 8840 პოლიციელს და 600 სპეცრაზმოს კონდეს პატაკი დაწერილი და ამის შესახებ რომელიღაც ჯგუფში იგებდეს სკრინებით ნუ აი პატარა ქვეყანა ვართ, ამას გაიგებ როგორმე. ხო, კატასტროფულად დიდი რიცხვი პირადი შემოგვიმ შეიძლება მე-13 იყოს, ან 9 იყოს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გადამოწმებადია. მაგრამ აი არ ვიცი, გულუბრყვილობა ეს სურვილი რომ ის ყველი რომელიც მხოლოდ უფასო სათაგურშია ის გამოიღო, ანუ დღემდე ესე იგი ჩვენი ხალხი ორივე მხარეს დგომი გამოირჩევა უკიდურესი ნიამიტობით და გულუბრყვილობით და ეს მაინც სოციუმის პრობლემაა რა, ეხა კიდე შენ ყურადღებას მივაპყრობ შეიძლება მანამდეც მიაქცია ყურადღება ეს
სფერო ჰოლდინგი იყო რა, დიდი საქმე ახლა გამსკდარი, ანუ ჩვეულებრივი რაღაც პირამიდის სქემა იყო და დღემდე მოქმედებს. პირამიდის სქემებით ან აი რავი, მე ჯეროდა რომ უკვე გადავიტანეთ, მოვიხადეთ ეს სახადივით, რომ ხალხი აღარ ენდობოდა რაღაც ახალ პირამიდულ. ნუ ახლა სასამართლოშია დავა ამის შესახებ, ყველაფერი მიუთითებს, რომ პირამიდული სქემა. ანუ მოსახლეობაც ძალიან ესე ვთქვათ, გულუბრყვილოა და ძალიან ერთ და იგივე შესწავლებს უშვებს. ერთ და იგივე რუსულადაა ჭერგრაბლი наступае, ხო? ანუ ერთ და იგივე იმას ფოცხზე ვაბიჯებთ, ხო? ხშირ შემთხვევაში. და კიდე აი რაც მინდა თქვა, რომ ეს ამდენი იმედგაცრუება იცი კიდე რას იწვევს ჩემი აზრით, რომ ეს ნათქვამია, რომ 7ჯერ გაზომე და ერთხელ მოჭერი რა. მაგრამ ამდენი იმედგაცრუება იწვევს იმას, რომ ადამიანმა შეიძლება 77ჯერ გაზომოს და 777ჯერ და აღარასოდეს აღარ მოჭრას რა, იმიტომ რომ რაღაც რავი რაღაცას დაუჭირე მხარი, იმედები გაგიცრუდა, მე მეორე რაღაც იმედი გქონდა, იმედები გაგიცრუდა, ეს მუდმივი იმედების გაცრუებაც სულად მოქმედებს. და ახლა ეს სპილოს გამოწვნა როგორც ხდება ცირკში რა, გაჩვევენ იმას, რომ აი რაღაცაში წარუმატებელი ხარ, რაღაცას ვერ აღწევ და ნუ მე აღარ ცდილობ რა. რავი, მე ამაში ძალიან დიდ პრობლემას ვხედავ რა სიმართლე. ხო, სხვათაშორის რამდენიმე წლის წინ, არ მახსოვს 3-4 წლის წინ ჩატარდა კვლევა დეზინფორმაციის მიმართ მედეგობის თვალსაზრისით რა ვითარებაა ევროპაში. და ყველაზე უფრო მედეგი, ანუ ყველაზე უფრო მყარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თუ გაძლებაში იყო ფინეთი, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა ასევე განათლების სისტემის ხარისხითა და დონით, ხო? და ანუ ბოლო ქვეყანა ამ ყველა გაზომილ შორის არ გაგვირდება და იყო საქართველო. ანუ ჩვენთან ყველაფერი ხარობს, ნებისმიერი ჭორი, ნებისმიერი იდიოტიზმი, ნებისმიერი ესეთი რაღაც ბინძური შემოგდებული თემა, რომელსაც წესით არ უნდა ვიჯერებდეთ, ყველაფერი პოულობს ნოყიერ ნიადაგს და ეს ახალი არ არის სამწუხაროდ. ანუ მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში როგორ მასწავლიდა მშობლები, ჩემი რაღაც მეგობრების მშობლები სკოლაში როგორ იყო საუბარი, ჯერ იმაზე იყო საუბარი, როგორ უნდა გვეკითხა სტრიქონებს შორის, ხო, აი საბჭოთა პროპაგანდა როგორ უნდა გაგვეშიფრა. და სტრიქონებს შორის კითხვა ერქვა ამას, ხო, აი რაღაც კომუნისტი, გაზეთი კომუნისტი რო წერდა, რომ რაღაც მთვრალი მომიტინგეები თავს დაესხნენ საბჭოთა მილიციონერებს, უნდა გწოდნოდა, რომ სინამდვილეში ქართველი სტუდენტები ითხოვენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ანუ საპირისპირო რაღაცას ნიშნავდა. და რაღაც რუსული საბჭოთა მილიცია ცდილობს მათ ჩახშობას. ანუ საპირისპირო იყო, აი იგივე ხდება დღეს. ინტერნაციონალური ძალების შეყვანა. ხო, რაც იყო ავღანეთის დაპყრობის სპეცოპერაცია სინამდვილეში. მერე იყო უკვე კგბ-ს მეთოდები, რაც დღეს დაიხვეწა სოციალური ქსელების პირობებში. კგბ-ს მეთოდი ესეთი იყო ერთ-ერთი, რომ აი დასვამდნენ ორ ადამიანს რომელიმე ტროლეიბუსის ან ავტობუსის ხაზზე, უკანა რიგებში და ეს ორი ადამიანი მთელი დღე დადიოდა ამ ტროლეიბუსის ან ავტობუსის ხაზზე და რაღაცას ხმამაღლა ლაპარაკობდა, აი რაღაც ჭორს ავრცელებდა ასე. და ეს ჭორი ვრცელდებოდა. ხო, დღეს ამას აღარ ჭირდება ორი ადამიანის დასმა, დღეს საკმარისია რომ რამდენიმე fake account-ი შექმნა და ასეთი ასეულობით და ათასობით აქვს რუსულ რეჟიმს და ამათი მეშვეობით გაავრცელო ესეთი ნარატივები, ხო და ნუ როცა საუბრობენ მათ შორის აი ოცნების ამომრჩეველზე ბრძოლებში, სულ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოცნების ამომრჩეველი შეიძლება ბრძოლებში ამომრჩეველი შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. ერთი, რომელიც სუბიექტურად არის თანამონაწილე იმ დანაშაულის, რომელიც ჩაიდინა რეჟიმმა, რომ საქართველოს ესე ლანგარზე მიგვარა რუსეთს და მეორე, რომელიც უბრალოდ არის აი ამ პროპაგანდის მსხვერპლი. და მე შევდივარ აი წეგან რა თქვი რომ შეიძლება ვიყო დღეს იქ არის და ხვალასე იყოს ხო შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში რომლებსაც შეიძლება უბრალოდ ოჯახის გამოყვება უჭირთ და უწევთ ყოველდღიურად და სულ არ მოეთხოვებათ და არ შეუძლია და არ აქვთ იმისი გამომუშავებული უნარჩვევა რომ მაინდა-მაინც პროპაგანდა გაშიფრონ ხო მოვლენ სახში შეიძლება მათ სოფელში ან მათ დასახლებაში მარტო ტევე ნაძერს დაიჭერს და ეს ტევე ნაძერს და სულ ჩართულია რა ჩართულია და მუშაობს და ძალიან ძლიერი რამაა ეს პროპაგანდა და მუშაობს ქვეცნობიერ დონეზე ანუ არავინ არ ირჩევს რომ მოდი ახლა მე დავიჯერებ რომ deep state-ი არსებობს რომელიც deep state როგორ არსებობს deep state-ი არსებობს და deep state-ი არის რაღაც კონიუნქტურა სისტემა რომელიც რაღაცებს განსაზღვრავს ხო ნებისმიერ ვითარებაში ეს უბრალოდ რაღაც ტერმინი არის რომელიც ახლა ბოლო ხანებში წამოვიდა თორე ჩვეულებრივი რაღაცა არის ხო რაღაც ჩამყაყებული სისტემა რომელიც რაღაცნაირად ტლანქია ხო უბრალოდ ის რასაც შენ ამად მოიხსენებ ეს აბსოლუტურად მასწავლე რაც ხოცები ამბობენ რომ BlackRock-ი და Vanguard-ი რომელსაც აქ აყიდინეს უფლებამის ეს ყოველ შემთხვევაში TBC-ის და საქართველოს ბანკის წილების ყიდვის ესენი არიან deep state და კიდევ ვიღაც ორი
ჭიჭიკო რომელიც სადღაც ზის. ოღონდ ყოვლის შემძლეა, მაგრამ ამათ ვერ ერევა. ესენ ჯიგრები არიან, ამათ ვერ მოერევა შანსი არის. ხო, ამიტომ რა ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი აზრით რო ვიძახით, ბევრი ამბობს, ხო, რა ოცნების ამორჩეველი, ანუ უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში, ესენი არიან ჩვეულებრივად იმედის პოსტივის და კიდე რამდენიმე ამ პროპაგანდისტული არხის მიერ დატყვევებული, მენტალურად დატყვევებული ადამიანები. ეხლა რუსეთში რო ამბობენ, რომ პუტინი იგებს არჩევნებს, ეხლა რუსეთში 25 წელია ჩახშობილია ნებისმიერი თავისუფალი სიტყვა, ხო? ზოგი მოკლეს, ზოგს ტელევიზია წაართვეს თავი, აქედან დაიწყო, ხო, პუტინის ეს დიქტატორული მართლობა, აქედან და ნუ შენობების აფეთქებით, რომელსაც მე NTV და შენობების აფეთქება, გუსინსკის და კი ბატონო, ანუ მან ძალიან კარგად იცოდა რაზე დგას ნებისმიერი ძალაუფლება. განა KGB არ ყავდა, განა ჯარი არ ყავდა, მაგრამ დაიწყო ტვინების გამორეცხვის ოპერაციით, ხო, დაიწყო NTV-ს დაუფლებით. და აქ იგივეა ზუსტად, ანუ ჩვენ როცა საუბრობთ ოცნების ამორჩევაზე, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ყავს რაღაც ნაწილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან შეგნებული აქვს ის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა დღეს რუსეთს აქვს ხელში ჩაგდებული, ხას უსვამ ამას, ანუ ის კი არა, რომ ევროპული მომავალი წაგვართვეს, ანუ ევროპული მომავალი წაგვართვეს კიდე რაღაც სხვა რაღაცა, ანუ ნიშნავს, რომ შეიძლება ევროპული მომავალი, ევროკავშირის წევრი შვეიცარიაც არ არის, ხო? ანუ შეიძლება თქვან ვიღაცეებმა და იტყვიან დარწმუნებული ვარ, ამასაც იტყვიან, ხო? დიდი ამბავი შვეიცარიაც არ არისო. ანუ პრობლემა ისაა, რომ რუსეთში შეგვიყვანეს, ანუ დღეს სრულიად იმაში არიან, სრულიად სინქრონში არიან რუსებთან. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამათ აქებს, არის რუსეთი. ხო, ბოდიში ან ტექნიკურად რო არ ჩამეთვალოს შეცდომაში, ორბანმაც აქო ამას წინათ. ორბანმაც აქო რამდენიმე დღის წინ ესეც არ დაუვიწყოთ მათ. ხო და ეს ვითარებაა და შესაბამისად ახლა იმაზე საუბარი, რომ აი ეს ისევე განვმარტოთ, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა არჩევნები, ხო? ასე არ არის. აი როგორც იქნა ევროპამ დაასკვნა, რომ მაგალითად რუმინეთში რაც მოხდა, ის იყო რუსული ჩარევა. ანუ შეიძლება ადამიანი მიდიოდეს, მაგრამ მასზე ზემოქმედებდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ჩარევად კვალიფიცირდება. ხო, ჩვენ როცა ამას ვამბობთ 2012 წელს, რომ ბედუკაძე და რაფალიანცი იყო არჩევნებში ჩარევა, ვიღაცებს არ უნდათ ამის დაჯერება. პირდაპირ იყო TikTok-ის ალგორითმის ძალიან უცნაური არა სტანდარტული ქცევა და ნუ მე იქ რუსული ფული და ამავე გამოჩნდა, მაგრამ ეხლა რუსეთზე და ევროკავშირზე რო გადავიდეთ ცოტა ხნით რა, ანუ პირველი რა რაც შეეხება რუსეთს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ის რუსეთი, რომელიც აქ შეიქმნება თუ ამათ მიეცათ ბოლომდე გაჯაზების საშუალება, მოდი ასე ვთქვათ, ეს არ იქნება მოსკოვის რუსეთი. ეს უარესი რუსეთი იქნება რა, ან შეიძლება გროზნოც კი არ იყოს რა, რაღაც, არ ვიცი, ხასავიურტი. პირობითად ვამბობ ხა, მაგრამ აქ მეორე მომენტია ევროპის ქცევა. ევროპის ქცევა ყოველთვის იყო პრობლემური. ანუ პრობლემური იყო ის, რომ ევროპამ არასოდეს თვალი არ გაუსწორა რეალობას. რა? და მეორე მხრივ, მოდი ასე გადავხედოთ, რომ არც შეერთებული შტატების ქცევას განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე არ იყო პრობლემისგან თავისუფალი. ანუ ცივი ომის დასრულების შემდეგ ჯერდა კოლექტიური დასავლეთი როგორც კოლექტივი მოიშალა, მოდი ასე ვთქვათ, რა, იმიტომ რომ არანაირი კოლექტიური ქცევები ხშირ შემთხვევაში არ იყო. ხა არ გულისხმობ იმას, რომ თქვათ ერაყში შესვლის დროს რაღაც კოალიცია შეიქმნა, ისიც მაგალითად გერმანიამ არ დაუჭირა მხარე, ხო? არა, ერაყში შესვლის კოალიცია ძალიან პრობლემური. აი საფის კოალიცია უფრო ისეთი იყო მეტნაკლებად სრული ავღანეთში, მაგრამ მე სხვა რამისკენ მიმყავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს ეგრევე თან დასაწყისშივე გამოეპარა რუსეთი. რუსეთის იმპერიალიზმი გამოეპარა რუსეთმა ყველაზე სუსტ მდგომარეობაში მყოფმა რუსეთმა პრობლემები შეუქმნა სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას და საქართველოს. ანუ 4 რესპუბლიკა, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა, რომელიც გავიდა საბჭოთა კავშირიდან, ეგრევე მიიბა, მოდი ესე ვთქვათ, ბჭყალებში, ეგრევე ისეთი პრობლემები შეუქმნა, რომ ამ ქვეყნებმა ან ვერ მოიგوارეს დღემდე, ან მოიგوارეს, ოღონდ ძალიან დიდი რესურსის, მათ შორის წლების, ადამიანური სიცოცხლეების და გახარჯული ფულის ფასად. ახლა აზერბაიჯანმა კი დაებრუნა ყარაბაღი, მაგრამ ეს ორივე მხარისთვის იყო საკმაოდ დიდი ტრაგედია, ხო, ადამიანური მსხვერპლი და ამ შემდეგ რისთვის, ხო, როცა ეს შეიძლებოდა სულ სხვანაირად მოგვარებულიყო წლების წინაც კი. და დღეს სომხეთის გაცილებით წინ იქნებოდა აზერბაიჯანიც და საქართველოს და ჩვენი პრობლემები, ჩვენ და მოლდოვას ტერიტორიული პრობლემები არცაა მოგვარებული და ეს ხდება როდის 92-13 წლებში, რა?
გაიგე და დასავლეთი დღემდე, დასავლეთი არა, ამ ტერმინის გამოყენებისგან თავად უნდა გადავაჩვიოთ თავი. და ევროპა, ხო, ევროკავშირი ხშირ შემთხვევაში ამ რეალობას არ აღიარებს. ახლა იგივე ნატოს თვითმფრინავების შეჭრა რო ავიღოთ, ისა უკაცრავად ნატოს საჰაერო სივრცეში რო ავიღოთ, თვითმფრინავების შეჭრა. ხო, ესტონეთის საჰაერო სივრცეში, აგერ ბელგია და გერმანიაში ბაზების თავებზე დრონები და ასე შემდეგ. პოლონეთში. ხო, პოლონეთში ჯიუტად სხვა მხარეს ყურება და ნეტა რა არის და თუნდაც ის რომ თურქეთის მაგალითის აბსოლუტური არ გათვალისწინებთ, როდესაც 5 წუთით არ იყო შესული რუსული თვითმფრინავი. თურქულ საჰაერო სივრცეში არაფერ ჩამოაგდო ერდოღანმა ძალიან ლამაზად. არაფერი არ ლამაზად გადაყლაპა პუტინმა. ძალიან ლამაზად პამიდორები ვერ შევიდნენ რაღაც ხნით. მე ჩვეულებრივ შევიდა პამიდორიც და ასე შემდეგ და დღეს დიდი სამბით ხვდებიან ხოლმე. თურქეთში რუსეთს ელჩი მოკლეს გამოსვლისას თუ გახსოვს. ანუ კი, ანკარაში მოხდა კიდევ შემთხვევაში თურქეთის სახელმწიფოს ქმედება არ იყო, მაგრამ ასე რომ ვთქვათ ატვიჩა იყო არა ის სახელმწიფო რომ ბოდიშთა ის ელჩი იყოს დაცული და ესეც გადაყლაპა. გრიბოიდოვის კლუბის მერე მსგავსიდანვე არ მოხდა ელჩი რომ პოსტზე მოეკლათ არის ანუ გამოსვლისას ლაივში კი გამოსვლისას ხო სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოდა ისევ იქ მივდივარ ახლა ჩვენ საუბრობთ რომ ჩვენი პოლიტიკოსები არ სწავლობენ რაღაცეებზე მაგრამ თითქო ანუ არა თუ არ სწავლობენ არამედ ზუსტად იგივე სპირალში არიან რაღა შორს წავიდეთ და ინგლისი და დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შარშან მაისამდე აფინანსებდნენ ოცნების სტრატკომს. გაერთიანებული სამეფო, კი ბატონო, და ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებდნენ ოცნების სტრატკომს. ანუ პირდაპირ აი ბარემ რუსეთის ბიუჯეტში გადაეხადათ ეს ფული. ანუ არ არსებობს არაფერი, ეს ანუ ჩავარდნაც არ არის, ეს არის რაღაც კატასტროფა 2024 წლის მაისამდე ეს ადამიანები აფინანსებდა სტრატკომს. შესაბამისად, ახლა ბუნებრივია, რომ ჩემნაირ ადამიანს ყველანაირად, ასე ვთქვათ, ცდილობდნენ აი ამ ნარატივის ჩაკლას, ხო? ანუ ის თუ 1 ჯიბიდან აფინანსებს სტრატკომს, მაშინ არაფერი შეარჭედება ადამიანი, რომელიც ეუბნება, რომ შენ რუსს აფინანსებ. ანუ მაშინ გამოდის ან დებილი, ან ამის თანამონაწილე, ხო? ერთი წამი შეიძლება ჩაგეჭრა USAID-ის პროექტებიცაც ძალიან კარგად ხეირობდა ქართული ოცნება. რა? არა მხოლოდ ეხლა მოდი ეს ოცნება იქით იყოს, ანუ USAID-ის პროექტებში ჩვენ რო გავყვეთ, შეგვიძლია ვნახოთ ისეთი ადამიანები დაფინანსებული, რომელიც ცხადია ჩვენ არავის ბილეთი არ გვაქვს ნანახი, მაგრამ 99% ალბათობით და ჩვენი გამოცდილებით მუშაობენ ჩვენი ძვირფასი ჩრდილოელი მეზობლის უშიშრო KGB-ზე ეგრეთ წოდებული, ხო? ნახავთ ეგეთებს რა. ნახავთ ეგეთებიან დაუჯერებელი რაღაცა ეს არის რაღაც კატასტროფული ჩავარდნა რომელიც რო დაუბრუნდათ 90-იან წლების დასაწყისთან ხო მოდის იქიდან რომ დასავლეთმა 91 წელს დაიჯერა მეც არ მიყვარს ეს ტერმინი იმიტომ რომ ამაშიც გეთანხმები რაღაც ერთიანი დასავლეთი როგორც ასეთი ანუ როგორ შეიძლება იყოს ერთიანი აგერ უნგრეთი ცალკეა და ეხლა ხო მაგრამ აი მაშინაც არ არსებობდა მაგრამ აი ხო აი რა ვიცი ჩვენაზეც ვლაპარაკობთ ხო ევროპა გაერთიანებული სამეფო ამერიკა მაშინაც აი დაიჯერეს მათ რომ საბჭოთა კავშირი რახან დაინგრა ესე იგი ბოროტების იმპერია აღარ არსებობს მან რა იყო მთავარი ასე ვთქვათ რაც შეუგდეს რუსებმა რომ აი კომუნისტური იდეოლოგია აღარ არსებობს ესე იგი თქვენი მოწინააღმდეგეები არა ვართ ესენი გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკაზე ფორმალურად უკვე დემოკრატია აქვთ არჩევნები იმართება და შესაბამისად ეხლა ჩვენ ყველანაირად ამას ხელი უნდა შევუწყოთ და ყურადღებას არ აქცევდნენ ნუ ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ისტორია არ იცოდნენ ამას წინათ ვიყავი ძალიან კარგ კონფერენციაზე ბერლინში სადაც თავარი დასკვნა რომელიც ერთ-ერთმა ძალიან კარგმა სპიკერმა მოიტანა და გააკეთა თავისი გამოსვლის ბოლოს იყო ასწავლეთ პოლიტიკოსებს ისტორია. იმიტომ რომ რაც რუსეთში მოხდა 1990-იან წლებში იყო იგივე რაც მოხდა გერმანიაში 1920-იან წლებში. ეს არის როდესაც ქვეყანა რაღაცა კატაკლიზმის შედეგად დაიშლება, დაინგრევა და ის მენტალურად არ არის მზად ამ დანგრევისთვის, ხო? და შესაბამისად ცდილობს რომ ეს იმპერიული ორგანიზმი აღადგინოს და ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, სად საფუძველი არსებობს, არ არსებობს ისტორიულად, სამართლებრივად და ასე შემდეგ. ფაქტია რომ რუსეთი დაიშალა, რუსეთი ამისთვის მზად არ იყო და დასავლეთმა იმის მაგერად რომ ეს ბოლომდე მieყვანა ეს პროცესი. თქვა რომ აი პრინციპში ეს უკვე მისაღები რეალობაა და მოდი რაღაცეებზე თვალი დავხუჭო. თვალი დახუჭეს, როგორც თქვი, აფხაზეთზეც, სამაჩაბლოში რაც მოხდა, დრენსპირეთში რაც მოხდა, გაგაუზია ქონდა და ის ნუ შედარებით მიძინებული თემაა, ყარაბაღი. საქართველოში გადატრიალება რომ მოხდა, ხა ამასაც მოდი ასე ვთქვათ რა, ნუ უკეთეს შემთხვევაში
დასავლეთმა გვერდზე გაიხედა და თქვეს რომ არის ანუ მოდის ეს დიდი ადამიანი, აქ ვიღაც დისიდენტია, რომელსაც ვერ ველაპარაკებით და მოდის ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი და ნუ ჯანდაბას ახლა ამას რაღაც ათასობით ქართველი სიცოცხლე თუ შეეწირება, ესეც არ არის პრობლემა. იცი რა, იმ პატივსაცემი ადამიანის პირობებშიც კი მეორე მხარეს იხედებოდა, ნეგა, ყოველთვის ცუდი და თან ეს იმ პირობებში, როდესაც უპირობოდ მოიგო მაშინ ცივი ომი შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა, ანუ ნატოს მხარემ და ამის მიუხედავად ანუ ეხა ბუშის ფეხები ხო ანუ ეს ქათმის ბარკლები ამით არის გადარჩენილი რუსეთი ანუ ყველანაირი ბერკეტი ქონდათ რა და მაინც ვითომც არაფერი ამას წინათ გაიხსნა გერმანიის არქივის ის ნაწილი საიდანაც გამოჩნდა რომ გერმანიის პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის დანგრევის მიმართ იყო ჩვენთვის ძალიან გასაოცარი იქიდან ჩანს ასევე ამერიკელების დამოკიდებულება, იქიდან ჩანს რომ ამერიკის ხელისუფლებას 90-91 წლებში წარმოდგენილი ჰქონდათ ისე რომ საბჭოთა კავშირი თუ დაიშლება, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, უпростоოდ არ გვიღიარებია მათი ოკუპაცია და შესაბამისად მივიღოთ მათი დამოუკიდებლობა როგორც ფაქტი და დანარჩენის გარდაქმნას უნდა შევუწყოთ ხელი, რაც მე რუსეთმა შესთავაზა კიდევაც ამ დსთ-ს პროექტით. ანუ არც ერთი სხვა დამოუკიდებელი რესპუბლიკა მათ არ უნდათ, იქ იქნებოდა ატომური ფაქტორი თუ რაც იყო, მაგრამ ამაზე უფრო შემზარავი არის გერმანიის პოლიტიკური ელიტის პოზიცია, რომელიც იძახდა, ანუ მაშინ კოლზეა საუბარი და გენშერზე, წყაროს ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან ადვილი გადასამოწმებელია ეს ინფორმაცია, რომელიც ამბობდა, რომ ბალტიისპირეთიც უნდა იყოს აი იმ გარდაქმნილ კავშირში და ბალტიისპირეთიც არ არის საჭირო, იმიტომ რომ ზედმეტი თავის ტკივილია. აღმოჩნდა ისე, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ისევ ეს სიტყვა ვიხმარო დასავლეთი ამისთვის აბსოლუტურად მომზადებელი აღმოჩნდა. ეხლა მე მინდა ვთქვა რომ ისტორიული ლოგიკა იქით მიდის რომ რუსეთი აუცილებლად დაიშლება. ანუ კაი ეხლა ჩემგან შეიძლება ისე ჟღერს, მაგრამ აი რა ვიცი მედვედევი შეიძლება კლოუნია, მაგრამ მედვედევი კლოუნის ფორმით აჟღერებს იმ შიშებს და იმ რაღაც ქვენაგრძნობებს თუ იმ რაღაც ქვეცნობიერ აზრებს, რომელსაც პუტინი თვითონ ვერ ელაპარაკობს, ხო? და მედვედევს აქვს დაწერილი და ნათქვამი, რომ ჩვენ თუ უკრაინაში ვერ გავიმარჯვებთ, რუსეთი დაიშლება. მართლა ასეა. ეს ის ანუ თუ შევხედავთ ისტორიულ ლოგიკას, მსგავსი ვითარების შემთხვევაში როგორი ბედი ეწევათ ხოლმე იმპერიებს, კი ბატონო, უკრაინაში თუ წაიტეხავს რუსეთი ცხვირს, ეს ნიშნავს, რომ მისი უძლეველობის მითი დაინგრევა და რა შეაკავებს იგივე კადიროვს, რომლის მამაც იყო აჯანყებული და ებრძოდა რუსეთს, ხო? და რომელიც თავადაც ებრძოდა რუსეთს რაღაც ეტაპზე, ხო? ან სიამაყით აქვს სადღაც თქვა რუსი ყავს მოკლული და ასე შემდეგ. ხო, რაშია ყავს თათარსტანს. რუსკავა убил 16 лет, რა ეს პოსტი. რაშია ყავს თათარსტანს, რაშია ყავს იგივე ზოგიერთ სხვა რეგიონს, იაკუტიას მაგალითად, რომელსაც ალბათ სოფლიოში ყველაზე დიდარი ქვეყანა იქნება. თუ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება. რა შეაკავებს ჩინელებს, რომლებიც ძალიან დიდი მასით არიან გადმოსული ამურს ჩრდილოეთით და ნუ დაიწყებენ რაღაც მოძრაობებს და რაღაც მომავლის ძალიან დადებით სცენარში მე მგონია, რომ კალინინგრადის ოლქის 100% რუსული მოსახლეობაც რაღაც ეტაპზე იტყვის, რომ მოდი რა, აღარ გვინდა ეს რუსეთი კაცო და შევუერთეთ გერმანიაში. ამბობ, შეიძლება იყოს საშუალო გრძელვადიანი პერსპექტივა. არ ვიცით, ან მაგალითად ნახე ერთ რაღაცას გეტყვი, ბოდიში რაღაც საუბრობდი გაწყვეტინებაზე, მაგრამ მე მყავს ერთი მეგობარი, რომლის мама გახდათ ვანო ყვავილაშვილი, დისიდენტი იყო და მის ოჯახში იყო ასეთი კარის ჩარჩო, სადაც ასევე სხვა დისიდენტები იკრიბებოდნენ, მათ შორის საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან და ისინი წერდნენ წელს, როდესაც მათი აზრით დაინგრეოდა საბჭოთა კავშირი. და ეს არის 70-იანი წლების შუა წლებიდან იყო რა ეს ჩარჩო. შემდგომ ეს ჭავჭავაძის ცენტრის, ასე ვთქვათ, არტეფაქტებში არის, ვინაიდან ხალბატონმა ნანამ ბატონი ვანოს მეუღლემ ჩვენ გადმოგცა და სხვა არტეფაქტებიც გვაქვს მსგავსი, რომელიც ოდესღაც ოკუპაციის მუზეუმს გადაეცემა, როდესაც ეს ქვეყანა დაუბრუნდება ეროვნული ხელისუფლების რეჟიმს. შესაბამისად, იქ ეწერა ეს და ნუ ზოგს ეწერა, რა ვიცი, 95-99, ზოგს ეწერა არასდროს არ დაინგრევა საბჭოთა კავშირი, ხო და ერთჩვენერ დღეს აღმოჩნდა, რომ უცებ ხოპ და აღარ არსებობს ეს კოლოსი, რომელიც თურმე იდგა მართლა თხის ფეხებზე და ასე მგონია, ეხლა ჩვენ რაღაცებს ძალიან ლოგიკურად ვალაგებთ საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივას უყენებთ ამას, მაგრამ აი ვიმეორებ
უკრაინაში თუ გახსოვს შარშან იყო თუ შარშან წინ იყო ეს ხარკოვის სპეცოპერაცია, როცა შეიქმნა ის შტაბ-ეჭდილება, რომ ეხა შეიძლება ჩამოიშალოს ფრონტი. ესეთი რაღაც შეიძლება მოხდეს და ფრონტის ჩამოშლა არ არის უბრალოდ ფრონტის ჩამოშლა, ხო, რა ვიცი, ეხა პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტი რო ჩამოიშალათ რუსებს, მერე რაც მოხდა თავად რუსეთში, ყველამ კარგად უწყის და ესეთ სცენარი არ უნდა გამოურიცხოთ, ეხა წეგან საუბრობდით დაგეგმარებაზე, ხო, რაღაც აქციის დაგეგმარებაზე და ეს ბევრად უფრო დიდი რაღაცაა და დასავლეთის ქვეყნებში არსებობს ამისთვის სპეციალური განყოფილებები, სპეცსამსახურები. პრობლემა ის არის, წეგან შენ თქვი ამ სპეცსამსახურების ნაწილს არ ეხებოდა, მაგრამ ცივი ომი რომ დასრულდა, აი მთელი განყოფილებები დაიხურა დასავლურ ანალიტიკურ ცენტრებში, უნივერსიტეტებში, მაგალითად სოვიეტოლოგია, ხო? ანუ იდეაში საქართველოში ამერიკის საელჩოში ვინ ჩამოდის, არ უნდა იყოს უბრალოდ political science graduate, ხო? ანუ არ უნდა იყოს ტიპი, რომელსაც პოლიტიკური მეცნიერებები აქვს ნასწავლი, ან საერთაშორისო ურთიერთობები. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც იცის რეგიონის ისტორია, იცის რუსეთის ისტორია, იცის რუსეთის ფსიქოლოგია, ეთნოფსიქოლოგია, ფსიქოტიპი. შესაბამისად, უბრალოდ ის, რომ რაღაც ჯოსეფ ნაი და კიდევ ვიღაცეები დაკითხული 3-4 წიგნი და BA აქვს საერთაშორისო ურთიერთობაში არ არის იმისთვის საკმარისი რომ საქართველოსნაირ რეგიონში დღეს იყო წარმოდგენილი პოლიტიკურ განყოფილებაში. ეხლა შენ იმ თემას შეეხე, რომელიც მეც ძალიან მაწუხებს და სიმართლე, ანუ დასავლეთის სპეცსამსახურების და მათ შორის საგარეო უწყებების დასუსტება, დეგრადირება, როგორც კიდე ისე უწოდოთ, იმიტომ რომ ეხლა მერცის გამოსვლა იყო გერმანიის კანცლერის 2 თვის წინ თუ 1 თვის წინ, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახური როგორ არის დასუსტებული, ან გამოშიგნულია სადაზვერვო სამსახური, რომელიც ცნობილ აღმოსავლურ გერმანულ შტაზის, კგბ-ზე არანაკლებ ძლიერი, მეტად ძლიერიც კი იყო შტაზი, პრინციპში შტაზის უწევდა წინააღმდეგობას და დღეს ეს სამსახური არის გამოშიგნული. გამოშიგნულია, იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში ეს ხალხი ფიქრობდა, რომ რავი, არასოდეს ჩვენ რუსეთთან დაპირისპირება აღარ გვექნება. და მართლა ევროპა ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს დაპირისპირება შორს ყოფილიყო უბრალოდ რუსულმა ამბიციებმა და რუსებს ხო არ შეუძლიათ, ან რუსი აუცილებლად ტანკით უნდა შევიდეს პრაღაში ტურისტად. სხვანაირად არ არის მის იმაში, მოდგმაში. და ისევ და ისევ რუსეთი რომ არა, ეს გაგრძელებდნენ მაგას. დასავლური სპეცსამსახურების საერთოდ დეგრადირდებოდა ბოლომდე. ხა კიდე რუსეთთან კავშირში არა, მაგრამ აი მაგალითად ერაყში რო შეიჭრა ამერიკა. რა შევიდა ამერიკა, იქ სადამი დაემხო ასე შემდეგ. აი ამერიკელი რომ ხარ, State Department-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რომ მუშაობ, იმიტომ რომ მქონია მე ურთიერთობა ჩემ კოლეგები იყვნენ და აი გაკვირვებული სახით რატო ხარ რომ ერაყში შედიხარ, ატარებ დემოკრატიულ არჩევნებს და მე იქ ძლიერდება შიიტური ირანის გავლენა. და შიიტები არიან ბასრაში მოაწყო გენოციდი, 60% არის შიიტები ერაყის. ანუ დემოკრატიული არჩევნების პირობებში ირანის გავლენა გაძლიერდება. ანუ ეს სიურპრიზი მაინც ხო არ უნდა იყოს შენთვის და ეგეთი მაგალითები შემიძლია ბევრი ჩამოვთვალო, რომ ანუ ხარისხი ესე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების საკმაოდ გაუარესდა და აიგა მე რაც მაშინებს რეალურად ევროკავშირში, იმიტომ ხა ჩვენ ნახეთ კადრები, რომ კოპენჰაგენშია კობახიძე, რატო? ხო, ევროკავშირის პრობლემა კიდევ ის არის, რომ ვერ ეწევიან და კონტექსტის შეგრძნება ხშირად არ აქვს და ვერ ეწევიან იმ რეალობას, რომელიც არის ხოლმე ასეთ ტიპის ქვეყნებში, ხო? ამერიკასაც იგივე ეხება, როდესაც ასეთი დონორი ორგანიზაციები მაგალითად შედიან ავღანეთში და ავღანელებს, ანუ თალიბანის პირობებში ელაპარაკებიან რაღაც ქალების და გოგონების უფლებებზე. ანუ რა ვიცი, 1000%-ით ვიზიარებ, ანუ ყველაფერს რაც შეეხება ქალების და გოგონების უფლებებს. მაგრამ არა ისე როგორც არის ამერიკაში, ვოუკ კონტექსტში რო ელაპარაკებიან. ნახე იმას ვამბობ, ანუ ის ტიპი არის, რა ვიცი, სხვა სამყაროში არსებობს ეს თალიბანის ტიპი, ხო? ანუ შენ იმასთან რომ მიდიხარ და რაღაც ნიუ-ჯერსის სტანდარტით ან რაღაც კალიფორნიის მეტიც, ხო, ანუ რაღაც აი, ხო. კალიფორნიის, ანუ უბრალოდ ნულოვანი შედეგია. სრული გაუცხოება და ხშირად არის წინააღმდეგობა მეორე მხრიდან, რაც პირიქით ამყარებს იმათ პოზიციებს, ხო? იგივე ეხებოდა ძალიან ბევრ ქვეყანას ჩვენ რეგიონში, მათ შორის საქართველოს. მე მიხარია, რომ ეს იცვლება, ხა ტრამპზე არ მაქვს საუბარი, მე იგივე ევროკავშირში იცვლება. აი რომ ნახო რამდენად უფრო ადეკვატური ხდება მათი პრიორიტეტები, ამას
დავითანხმები, თუმცა მეორე არის რომ ამასობაში უკვე ამ რეგიონში და მაგალითად საქართველოში რუსებმა მოგუდეს უკვე ყველა შესაბამისად აღარავინ არ არის, ვინც უკვე სწორ საქმეს გააკეთებს, მაგრამ სწორი საქმის მხარდამჭერებთან ერთად, იმიტომ რომ მოგუდეს სამოქალაქო საზოგადოება ბწყალებში კანონით. ხო, ეს არის თავარი პრობლემა, რომ ძალიან გაზარმაცდა ბებერი ევროპა ეგრეთ წოდებული და ამაზე კაპიტალიზდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა რუსიც, ჩინელის და სხვაც. რუსეთის შემთხვევაში ხა რუსებმა აჭამეს ევროპას ის, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ, აი ზუსტად ეგეთ მიამით ადამიანებს აჭმევდნენ, უგდებდნენ საკვებს. ხო, კი შეიძლება იქ ლიტვინენკო მოხდა, ან ანდარბიევის აფეთქება, ან ხანგოშვილის კვლევა ან რაღაც, მაგრამ ჩვენ ხო პარტნიორები ვართ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საქმეში. ხო? ან ჩვენ ხო პარტნიორები ვართ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საქმეში. როგორ უნდა იყოს ჯერ საერთაშორისო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი წყარო თვითონ რუსეთია. როგორ შეიძლება იყოს მასთან პარტნიორი. მაგრამ ხო, რუსეთი ამბობდა, რომ სანამ ავღანეთში დასავლეთს ვაძლევ კორიდორს, ხო ის იქნება ეს საჰაერო კორიდორი თუ სხვა ტიპის დახმარება ლოგისტიკური, მანამდე ჩვენ ვართ თურმე მოკავშირეები დასავლეთთან. რაც ტყუილი იყო იმ თავითვე, რუსეთი ამას იყენებდა იმისთვის, რომ საკუთარი ძალიან მყარი ინტერესები გაეტარებინა და გაეძლიერებინა. და პარალელურად აკეთებდა ყველაფერს, რაც არ უნდა ეტანა და არ უნდა მოეთმინა დასავლეთს. და მე ხარ არ დავიწყებ საუბარს საქართველოში შემოჭრაზე, იმიტომ რომ ძალიან აშკარა მაგალითია, მაგრამ იქ იყო მთელი სახელმწიფო ტერორიზმის უამრავი ფაქტი იყო, ხანგოშვილი ვახსენეთ, იანდარბიევების ახსენეთ, კეისი ვახსენეთ, ლიტვინენკო ვახსენეთ, ბესლანი კატასტროფა, 300 ბავშვი მოკლეს რუსებმა იმისთვის, რომ 7 ტერორისტი მოეკლათ. 300 ბავშვი გაჭირეს. კი. ნორდოსტში 250 კაცი მოკლეს თავისი უდანაშაულო მოქალაქე იმისთვის, რომ 8 ტერორისტი ამოეგუდათ. რატო ვამბობ ამას? ეს არის სახელმწიფო, რომელთვისაც ადამიანის სიცოცხლე საერთოდ ღირებულებას არ წარმოადგენს. იქ კიდე ჯანდაბას შეიძლება და ვიღაცას აი საკუთარ თავთან გაემართლებინა, რომ ეს მათი საქმეა, ისე როგორც ჩეჩნეთის ომები, ხო, იქ საშენებები დაატრიალეს ორივე ომში რუსებმა, მაგრამ ვიღაცა 250,000 ჩეჩენი მოკლეს. კი, გადატეხეს ჩეჩნეთის არის მებრძოლის სული გადატეხეს, მაგრამ იქ კიდე შეიძლება ვიღაცამ ლონდონში თავი გაიმართლოს, რომ რა ვქნათ, მათი შიდა საქმეა. აი, ლიტვინენკოთი დაიწყოს ხალხშორის ეს მათი წრესგადასრული თავხედობა რა. სკრიპალები მე ეგეც. ლიტვინენკოში მთელი ეს პოლონიუმის კვალი, ახლა პოლონიუმია ის ხო არა, მართლა რაღაც ელგრეი ჩაი რა, ჰამბურგიდან მიდიოდა რუსეთამდე. არაფერი დემონსტრაციულად ლიტვინენკოს კვლელები შეიყვანეს სახელმწიფო დუმაში LDPR-ის იმით გავიდა ჟირნოვსკის პარტიის ხაზით და რა იყო დასავლეთის პასუხი და როგორ აი სკოლაშიც ეგრეა, ცხოვრებაშიც ეგრეა და საერთაშორისო პოლიტიკაშიც არსებობს ადამიანების და სახელმწიფოების კატეგორია, რომელსაც მხოლოდ ძალადობრივი პასუხი ესმის. არ ესმის ამას შენი კონვენციებით და დეკლარაციებით საუბარი რა და არასოდეს არ მოყოლია მე ჩემ გაგრობას რა იწვევს იცი ზაზა რომ 2022 წელს კი არ აღმოჩნდა ევროპისთვის საბოლოო ჯამში რაღაც გამოფხიზლების უკრაინაში ფართო მასშტაბიან შეჭრას გულისხმობ რა და ეხლაც აი ამაზე არ უნდა ვლაპარაკოთ ეს კითხვის ნიშნები არ უნდა გქონდეს გაიგე ბოლომდე გამოფხიზლებული უნდა იყოს იგივე ხა პოლონეთიც კი რომელიც აი სავარაუდო მომდევნო მსხვერპლი იქნება ამათი წესგადასრული ამბიციების პოლონეთიც კი აი ვერ გაიგებ რა უნდა ამ ქვეყანას როგორც ასეთი. ხო, მოდი ახლა ძალიან ტრაგიკულადაც რო არ მიუდგეთ მაგას, გავიხსენოთ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკაშიც და დიდ ბრიტანეთშიც იყო ძალიან მძლავრი პროგერმანული ფრაქციები, პოლიტიკური თვალსაზრისით ფრაქციები და ადამიანები რომლებიც ბოლომდე ამბობდნენ რომ რა ვიცი, ჯერ ერთი ბრიტანეთში ამბობდა რომ რა ვიცი, ინგლისში გერმანელები ყავთ მეფეები, ხო? რო არ ეგონოთ რაღაცას ვიგონებთ, პირველი მსოფლიო ომის დროს გადაიკეთა ინგლისის სამეფო გვარმა. ხო, გვარი გადაიკეთეს, იმიტომ რომ ტეხავდა ხო ქვეყანას ეომები და გერმანელი ყავს მეფე. ხო და პირველი მსოფლიო ომის დროს ჩვეულებრივად გადაიკეთეს გვარი და მეორე მსოფლიო ომის პირობებშიც ახლა იგივე გერმანიის მაშინდელ ლიდერს ჰქონდა ეს იდეა, რომ ჩვენ რაღაც ერთი რაღაც გერმანიკული ხალხი ვარ და ინგლისში ამას გამოხმაურება ჰქონდა. ამერიკაშიც იყვნენ ბევრი. რატო ამბობ ახლა ის რომ დასავლეთში იგივე გერმანიაში AfD-ს თვალსაზრისით თუ რომელიც არ უნდა იყოს, ხო ბევრი ისეთია რომელიც ამბობს რომ აი გავეშვათ ამ რუსებს და თავი დავანებოთ, ახლა ისე არ უნდა მივიღოთ რომ ვაიმე რა გვეშველება, ახლა 100%-იანი პოზიცია ვერცეთ ქვეყანაში ვერ იქნება, მით უმეტეს დემოკრატიულ ქვეყანაში და მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთს თავარი იარაღი არა არის კონვენციური სამხედრო იარაღი, არამედ საინფორმაციო ომი.
აი ეს ვერ გააცნობიერა დასავლეთმა, ხო? აი დღემდე ეგონა რომ მე ხა დიდი ამბავი თავისიანებს ყვებავენ ამ რაღაც ბოდვებით და ჩვენამდე არ მოვა და ჩვენ როცა ვეუბნებოდით რომ ჩაერია საქართველოს არჩევნებში და თვალებს რო აპარპალებდნენ, აღმოჩნდა რომ თურმე ყველგან ერევა რუსეთი, ხო? საქართველოში კი არა, ესპანეთშიც, კატალონიის რეფერენდუმში, ბრეგზიტშიც, საფრანგეთშიც, გერმანიაშიც და ასე შემდეგ. ხო და ეხლა რაღაცნაირი ნელი გამოღვიძების პროცესია, ხო? იგივე მერცის შემთხვევაში, რა ვიცი, ღმერთს მადლობას ვწვირავ, რომ ასეთი და გერმანელ ხალხს, რა თქმა უნდა, რომ ასეთი კანცლერი ყავს გერმანიას დღევანდელ დღეს. აბსოლუტურად ადეკვატური რუსეთთან მიმართებაში. აბსოლუტურად, ანუ სანატრელი, ანუ აბსოლუტურად ერთი რამე არ ეშლება იმ საფრთხის შეფასებაში, რომლის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და იმ რეაქციის ვარიანტი, ანუ როგორი უნდა იყოს რეაქცია ამ საფრთხის წინაშე. ასევე მიხარია მიცვლება ამერიკაში ტრამპის პოზიცია ადრე, ხა ბევრი გვანერვიულა თავისი პრეზიდენტობის პირველ კვირებში და თვეებში, მაგრამ ბოლო ხანებში ხედავთ, რომ თანმიმდევრული და სწორი პოზიცია აქვს რუსეთთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ ეს ბოლომდე მივა. ეხლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა ვახსენოთ, ხო, არის ის, რომ ძალაუფლების დეფინიცია არ არის მარტო რესურსების ჯამი. ხო? აი რო ახსენეთ იგივე სკრიპალის დროს თუ ლიტვინენკოს დროს თუ რაღაც ტერაქტების დროს და აი რუსეთი რო თავს გადიოდა წლების მანძილზე მახსოვს ამის პასუხად რაღაც ჟურნალ Times-ში ან ჟურნალ Economist-ში ან სადღაცა იწერებოდა სტატია, ხო, მაგრამ რუსეთი რესურსებით მაინც აი ესეთი უსუსური და პატარაა, ხო? მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ კი ის თავის რესურსებს რაღაც ერთ საქმეზე ხარჯავს და შენ კაპიქს არ ხარჯავ. ზუსტ არა მხოლოდ კაპიქს არ ხარჯავ, ანუ ეს რესურსი გაქვს, მაგრამ არ გაქვს მისი გამოყენების შნო, სხვა სიტყვა რო არ ვიხმაროთ, ხო? კი ბატონო, მაგრამ სინამდვილეში რო შევადარო დემოგრაფიულად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ენერგეტიკულად, სამხედრო ძალის თვალსაზრისით ხა ბოლოს თქვა კიდევაც ტრამპმა, ხო? ანუ ტიპი ერთ კვირაში რომ უნდა დაემთავრებინა, იმ ომში არის გაჩხერილი 4 წელი ხა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. და ეს იმ პირობებში, როცა ნატო მართლა ახვეწებს იარაღს ლამის, ხა, ნატო რომ მართლა ჩაერთოს, რაზეა საუბარი, ანუ რა არანაირი ის არ არის შეუძლებელია ამ ორი ძალის შეპირისპირება და იმის ილუზიის ქონა, რომ რუსეთი რამეს გაუძლებს საერთოდ. ამიტომ მე ძალიან იმედია ნათვარ ამ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იყენებს თავის თავარ იარაღს და ცდილობს, რომ დასავლეთში შიდა დაპირისპირების პროვოცირების გზით სათავისო ხელისუფლებები მოიყვანოს, ან საზოგადოებაში პოლარიზაცია გამოიწვიოს, ან აბაომი გინდა ტიპის ქოცები გააჩინოს ამა თუ იმ დასავლურ ქვეყანაში და მათ რაღაც პარტიული და პოლიტიკური ხმა მისცეს. მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ დასავლეთში ძალიან ძლიერდება ის ხალხი, ვინც ცივი ომის დროს იყო ძალიან მყარად, ვინც ცივი ომი მოიგო საბოლოო ჯამში და ის ხალხი, რომელმაც საქართველოსნაირი ქვეყნების თავისუფლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იმ მენტალიტეტის ხალხი ყოველ შემთხვევაში, ხო, რომელმაც იცის ვინ არის რუსეთი, რა არის რუსეთი და მას რა ენაზე უნდა ელაპარაკო. ნუ რა არის ეს მენტალიტეტის პრობლემა რო ავიღოთ, აქ თავია თავი არ უნდა მოიტყუო, რომ რაღაც კეთილდათუნიასთან გაქვს საქმე. რა? მორჩა გათავდა. ანუ რუსეთთან მიმართებაში ხა პოლიტიკა რო ავიღოთ, იგივე მე მახსოვს ვანო მერაბიშვილის 2011 წლის გამოსვლა, ამას ხშირად ვახსენებ და ვახსენებ ის რა კონტექსტში, რომ ქართული ოცნების ეს ბოლო 2 წელიწადია პროპაგანდის დიდი ნაწილი მიაქრო, აბა ომი გინდათ. ომი არავის არ უნდა და ამას წინვარად ამტკიცებს ზუსტად ვანო მერაბიშვილის 2011 წლის გამოსვლა, ვანოს ფანი კი არა ვარ. უბრალოდ ის გამოსვლა. ამტკიცებს 2011 წელს 2008 წლის მერე ხო, ან პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ მერაბიშვილი, თუ არ ვცდები და პირდაპირ ამბობს, რომ რავი, რუსულ ფულს სუნი არ უდის და ასე შემდეგ რა, ანუ თვითმკვლელი ტერორისტი არავინ არ არის და რავი, ყველას უნდა რომ ცხოვრების განმავლობაში გაიხაროს, კარგად იყოს, მშვიდობიანად იყოს პირველ რიგში, ომის პირობებში არავინ არ არის კარგად რა, მაგრამ რეალობის აღქმა არ უნდა დაიკარგოს, რომ ეხა ეს ტიპი თუ შენთან მაინც მოდის რაღაც თავისი დრონებით და თვითმფრინავებით და ასე შემდეგ რა, რა ვიცი, ან ის დრონი უნდა ჩამოუგდო, ან თვითმფრინავი. სხვა შორის ძალიან კარგი იყო სიკორსკის გამოსვლა გაეროში. ამ ხრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელსაც თქვა რომ ხა, როცა ჩამოგიგიდეთ მაგ თვითმფრინავებს, მე თქვენი წუწუნი არ გავიგო. ხო, ეგეც ანუ კარგი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვისურვებდი იმას, რაც თურქეთმა გააკეთა და რაც შენ ახსენე კიდევაც, ხო? ანუ რუსეთს ამ სიტყვისაც არ ჯერა, ხო? ერთს ჩამოუგდებს პოლონეთი, მე დაიჯერებს კი ბატონო. და ამის რესურსი აქვს ნატოს. თან არის ნატოს წევრმა ჩამოუგდო ის თვითმფრინავით 2015 წელია თუ არ ვცდები, 2015-ში იყო ეს. ჩამოგდება, თურქეთი არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმიის მქონე წევრი და რავი ხა. მაშინ არ იყო ომში ნატოსთან, ეგენ რომ იგონებენ ხოლმე? ხო, იყო. რა?
მაგრამ ისედაც ძალის დემონსტრაციაზე პუტინი საკმაოდ ხშირად იხევს უკან. უმეტესად უკან იხევს, მოდი ესე ვთქვათ რა. თუ კი არ შეუძლია ამ ძალის საკუთარი ძალებით გადაფარვა, ხო? მაინც უკან იხევს. რუსეთის, ანუ კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, რა რუსეთის თავარი ძალა არის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომი. იგივე უკრაინაში რის იმედი ქონდა იმის იმედი, რომ რა მომენტშიც რუსეთი განაცხადებდა, რომ აი მე მოვდივარ როგორც თლიანი სახელმწიფო, ანუ ვიღაც ტერორისტების და სეპარატისტების ხელით კი არ გებრძვი და პროქსი ძალების მეშვეობით კი არ ვახდენ რაღაც რეალობის იმიტაციას, არამედ მოვდივარ როგორც რუსეთი, თვითონ ეს ფაქტი, ეს განაცხადი ჩამოშლიდა უკრაინას. ეს იყო მთავარი გათვლა და ფონად იყო მეორე გათვლა, რომ ამ ვითარებაში ამერიკაში არის სლიპი ჯო, ანუ ეს ვებერი ბაიდენი, გერმანიაში არის შოლცი, რომელიც მართლა ძალიან სუსტი ლიდერი იყო და ნუ საერთაშორისო ვითარება ისეთი იყო, რომ ალბათობა რაღაცნაირი ერთიანი წინააღმდეგობრივი ფრონტის შექმნის და რაღაც აზრიანი პასუხის იყო ძალიან დაბალი. ეს რეალობა შეცვალა, მე მგონი, მაინც ერთმა კაცმა. რატო ეხლა ცხადია უკრაინაში მილიონობით ადამიანი იბრძვის და მართლა საარაკო რაღაცას ჩადიან, სოფლიოს ასიკეთოთ ეს ადამიანები და ეს ქვეყანა და ეს ერი, მაგრამ აი ხოცებს რატოს ძულთ ზელენსკი ასე ძალიან სინამდვილეში ამ ერთმა კაცმა შეცვალა სოფლიო ისტორიის დინარება. აი მხოლოდ ის რომ წასულიყო მე ეს ყველაფერი ვეღარ იქნებოდა. აი რო წასულიყო და მიიღო ბაიდენის შემოთავაზება, წამოდი, დღეს გვექნებოდა ვითარება რომ მთელი უკრაინა იქნებოდა რუსული. ანუ ჩაოლებოდა რუსეთს აი მოხდებოდა ხო ეხა კონსტიტუციის ჩანაწერი ხო გააკეთეს ყირიმი ისედაც ხონდა ჩეტანილი 4 რეგიონის მაგივრად შეიტანდნენ მთელ უკრაინას და რა შეიძლება ლვოვის ოლქისთვის მიეცათ ავტონომია რატომ ისე შეიძლება ეგეც არ გააკეთებინათ ხო და ეს რეალობა იქნებოდა და ხოცი იქნებოდა ბედნიერი ჩვენ გვეტყოდა რა ხო ხედავ მე რა სწორი ვარ ხო ხედავ მე დაცო ბაბაიას უძახი ესე იგი რა ბრძნული პოლიტიკაა და თავის მოღალატეობრივ და გამყიდველურ მრწამს შემოგვასაღებდა როგორც პრაგმატიზმს როგორც აკეთებს კიდევაც მაგრამ ეს რო არ მოხდა და ეს პოლიტიკა იქამდე რომ მივიდა როგორ ტრამპიც კი შემოbrunდა ხო ეს აგიჟებთ მათ ვინაიდან ვერ ხსნიან საკუთარ ნუ აი ძალიან დიდი არის განსხვავება და ეს რა ქვია კონტრასტი იმასთან თუ რასაც თვითონ წარმოადგენენ ხო ეს არის იმამაცე ეს არის როგორი უნდა იყოს თავისუფლებისთვის მებრძოლი და თან აი როგორი პარადოქსია ეს რუსული პროპაგანდა ქართულენოვან რუსულ პროპაგანდაზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი თან გეუბნებიან რომ ჩვენ მებრძოლი ერი ვართ და ესე და ასე და მეორე მხრივ გეუბნებიან რომ ადამიანი რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის თურმე ცუდია ეს ხდება ქვეყანაში სადაც დავით აღმაშენებელი არსებობდა სადაც გიორგი ბრწყინვალე არსებობდა და სადაც ერეკლე მეორეს პრაქტიკულად ბიოგრაფია მოპარეს ანუ ერეკლე მეორეს რომელსაც 80 ომი გადაიხადა 80 ბრძოლა გადაიხადა ყველაზე მეომარი მეფე იყო ჩვენ ისტორიაში ამით იყო ცნობილი ხო არ ვიცი ახლა მე არ წამიკითხავს მაგრამ ამბობდნენ რომ ფრიდრიხ დიდიც მაგაც ანუ ხო დასავლეთში მე ვარ აღმოსავლეთში ერეკლეო არ ვიცი ხო ცნობილი გამოცნობა სხვა წიგში შემხვედრია მე შემხვედრია მაგრამ წყარო არ ვიცი მაგრამ ხო იყო ეს მითი ხო იყო და რა დიდი დიპლომატი იყო და დიდი პრაგმატული მოღვაწეო ერეკლეზე ხო არ ვთქვა ხედამთავარი იყო აღმოსავლეთშიო ამ ხედამთავარს მოპარეს ხმალი ამ ხედამთავარს აწევინეს ხელი. კი იქ სადღაც ჩამოკიდებული აქვს. ხო, სადღაც არის რო არ ჩანს და ხელი აქ აწეული და რაც თავარია, ნუ მათი ასე მითოლოგია. მაგ ძეგლზე ყველაზე პარადოქსი იყო, აი მონღოლოიდი რატოა ეს ჩვენი ეგ არ არის, ანუ ანთროპოლოგიურად ეგ არ არის ქართული. არა, ერეკლეს ცნობილი პორტრეტი არსებობს და ნუ ახლა არ გავს ერეკლეს ისტორე ჯანდაბას. ხო, ნუ ჯანდაბას ეს ყველაფერი ვარ, კაც ბიოგრაფია მოპარეს, ანუ იმის სახეხატად აქციეს, რაც ერეკლე არ იყო. ერეკლე იყო მებრძოლი მეფე. ხმალი პატარა კახისა ეხა კარგი რამბოლო მაგრამ აი რუსეთზე რო ისა ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე საყურადღებო რაც მენიშნა როგორც კი შეერთებული შტატები რუსეთს გადასცემდა ახალი ტიპის იარაღს ან ამან საუბარი რო იწყებოდა აქედან იწყებოდა რომ აი ატომური ომი ასე შემდეგ რაღაცა რა და პუტინმა კითხვაზე რომ აი ტომაჰაუკების ფრინავი რაკეტების გადაცემის შემთხვევაში რა იქნებაო ჩვენი რეაქცია, ან რუსეთის რეაქცია თქვა რომ ამერიკასთან ურთიერთობა სერიოზულად გაგიფუჭდებაო. ბიჭო, 4 წელიწადი ამტკიცებ, რომ ამათ ეუმები, რომ ამერიკელებს ეუმები და ასე შემდეგ და ურთიერთობა გაგიფუჭდება, რავი. როდის ქონია კარგად ურთიერთობა შენივე სიტყვებით რა და ძალიან საინტერესო მომენტი იყო ეგ ანუ აი ხო ფსიქოლოგიური ფაქტორები როა შეგუების და ასე შემდეგ რა პირველად რო უარყოფა შეგუების ეტაპზე არიან იმ ხრივ რომ
ტრამპის პოლიტიკა ალბათ უკვე გაცილებით ნეგატიური ხდება მათ მიმართ. ხო, მე მგონია რუსები რასაც აკეთებენ არის მუდმივად დროის მოგების პოლიტიკა. ბიძინაც ზუსტად ეგ არის და არ განვასხვავებ რუსებისგან. ის რაღაც საბოლოო გრძელვადიან პერსპექტივაში ცხადია გათვლებს ვერ გააკეთებს, მაგრამ მათთვის ნებისმიერი მონაკვეთი დროისა, რომელსაც მოიგებენ, არის მნიშვნელოვანი. ხო, იგივე დასავლეთი გვერდზე რო იყურებოდა და ჩვენ რო არ გვიჯერებდა რომ ბიძინა რუსია, ხო მოიგეს ამდენი წელი რა და ხო გაიდგეს ფესვები, ხო ჩაიცემეტეს ძალაუფლება და ეხა უკვე ძალიან რთულია ჩვენთვის აქედან ამოსვლა და შესაბამისად სხვა მოცემულობაა და პუტინის შემთხვევაშიც მას ჰქონდა არ ამგონია იმის ილუზია ჰქონდა რომ ტრამპი ყველაფერს ჩააბარებდა, მაგრამ ნუ რაღაც დროს მოიგებდა და მოიგო ეს დრო კი ბატონო, ხო ტრამპა ხან მაგას ვამბობ ზუსტად და ტრამპი ხან 10 დღეს აძლევდა, ხან 2 კვირას, ხან კიდე 2 კვირას, ხან 2 თვეს, ყველაფერი ამოიწურა და უბრალოდ ვერ გამოიყენა, იმიტომ რომ არა აქვს ამის საშუალება. წარმოიდგინეთ ქვეყანა და ხელისუფლება რუსეთს გულისხმობ, რომელიც იძახდა, რომ სამ დღეში კიევი, რომ რაღაც უშგოროდი იქნება უნგრელების, ლვოვი პოლონელების, დანარჩენი ჩვენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ქვეყანა ვერ იღებს პოკროვსკს წელიწად ნახევარზე მეტი, ან ზესტაფონს ვერ იღებენ. რა? მიახლოებით მშვიდობა ზესტაფონს, მაგრამ ანუ პოკროვსკი ვერ აიღეს. რა? დგანან კუპიანსკთან, დგანან ვოლჩანსკთან, რა, ქალაქები არის დანგრეული და ვერ იღებენ, რა. და ამავე დროს ახლა ეს ხალხი ცდილობს პროპაგანდით თემსოფლიო დააჯეროს, რომ ძალიან მაგრები არიან. და კიდე ერთი დავუმატოთ, რა, ესე გაიწაღანაც ახსენე შენ, რომ რუსიო თუ მაინდა-მაინც ტანკით არ შევიდაო ჩეხეთშიო, ისე არ უნდა მეტალობის ნაწილია, იმიტომ რომ მოდი ახლა რეალურად თქვა, ხარკოვი დიდწილად კი არა რუსულენოვანი ქალაქია. ხარკოვი არის რუსულენოვანი ქალაქი. კი, მე რა. უნდა მოახერხო, უნდა მოახერხო წყალებში. რომ ხარკოვი ისე გაიუცხოვო, რომ იქ საერთოდ არავის არ უნდოდე. და რა დონეცკი და ლუგანსკი არ უნდა მოახერხო, დონეცკის ოლქში არავის უნდოდე. რუსულენოვან, ოდესაც რუსულია, მე ოდესაც ძალიან ხშირად ყოფილი ბავშვობაში რა. რა მე არასოდეს არ მისაუბრია მათთან უკრაინულ ენაზე, ანუ მე მეორეს მხრივ გეტყვი, მე ჩემ მაგალითს გეტყვი. ანუ ისე ხშირად მიხსენებია, აუცილებლად ვიტყვი წმალი რუსული ვიცი. მე რო რუსული ვიცი, ეგეთი ქართულმა რუსეთუმეებმა რო იცოდნენ რა უჭირთ. რა? და ეგ აფხაზეთში მოსახლეობა ან როგორ იყო, აი მეტნაკლებად დაგიყოფდი რა. ანუ გალში რუსული არ იყო ისე რა, გალში ანუ ხშირად ისმოდა მეგრული და ქართული რა, ხო? ოჩამჩირიდან და ზევით უფრო და უფრო ხშირად იგებდი რუსულს, სოხუმში რუსული იყო პრინციპში საკომუნიკაციო ენა ერთმანეთში ხა აფხაზ შეიძლება არ ცოდნა ქართული, მაგრამ აფხაზ აუცილებლად იცოდებოდა რუსული, შენც აუცილებლად იცოდი რუსული და რა ვიღაც რუსის ბავშვებთან მეგობრობდი, მაკაცობდით რაღაც მოვასწარი. ხო? და ანუ ტიპებმა მოახერხეს და იმის ნაცვლად რომ ნუ მოდი ხა პირობითად რაღაც შუაში ჩამდგარიყვენ ეს კონფლიქტი დაერეგულირებინათ და ასე შემდეგ გენოციდი მოგვიწყვეს და ბუნებრივია დღეს ხალხს რომელიც ბრწყინვალედ იცნობს რუსულ ლიტერატურას, კულტურას, ბრწყინვალედ საუბრობს რუსულად, გვეზღება რუსეთი ან რატომ და მიყვარდეს. ხო, ქვეყანა რომელმაც გამინადგურა ბავშვობა, მომიკლა მამა და გაუმაგდო ჩემი სახლიდან. რა? ისევ და ისევ ანუ ეს მე თავად მოგადატანილი რომ იქაც კი ის რეგიონი აფხაზეთი, ხო? რუსულად საკმაოდ ლაპარაკობდა. ჩემი გაცილებით უკეთ ვიცოდით და გაცილებით მეტი ადამიანი, მეტი ქართველი საუბრობდა აფხაზეთში რუსულად, ვიდრე ცხინვალის რეგიონში. აქეთ მგონია რომ თქვა ასე არ იყო საქმე. ხო, იქით უფრო ესეთი კოსმოპოლიტური კულტურა იყო, ასე თქვა, თანზღვისპირა ქალაქი და თანზღვისპირა, здравница советского союза და ამ იქ პიცუნდა, გაგრა და ასე შემდეგ, ან მთელი საბჭოთა ელიტა იქ ჩადიოდა და ძალაუნებოდა ეკონომიკური მიზეზების გამოც მიბმული იყავი რუსეთს. ცხინვალი ხა მოდი ასე თქვა, რომ ცხინვალი ქართლია, ჩვეულებრივი. ცხინვალი ქართლი და იქ ხა ვინც იყო, ძირითადად ან ქართული იცოდა, ან ქართულად ლაპარაკობდა. და ძალიან იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც ნუ რუსულად ლაპარაკობდა, მაინც შეიძლება რუსულენოვანი რუსული სკოლის სკოლა დამთავრებული იყო და ასე შემდეგ, მაგრამ აქეთ სულ სხვა რეალობა იყო, გეთანხმები. იმაშიც გეთანხმები, რომ ეს რაღაცნაირი რუსული ფსიქოტიპია, რომ მას არ შეუძლია ეგრეთ წოდებული win-win მენტალობით ოპერირება. ხო შეიძლება რომ შემოვიდეს და მეც ვიცხოვრო რა. ხო შენც კარგად იყავი მეც, ანუ მოდი ისე გავაკეთოთ, რომ ჩემს ინტერესებს გავატარებ და შენც რო გაწყობდეს. აი ქოცები ამ ბოროტებას ახლა როგორ ყიდიან, რომ აი ამერიკა კი გვეხმარებოდა ჩვენ 30 წელი, მაგრამ თავისი ინტერესები ქონდა და
ცხადია ქონდა, ხო, ყველას თავისი ინტერესები აქვს, აბა შენ ლამაზი თვალებისთვის არავის არ აინტერესებს. ყველას თავისი ინტერესები აქვს. რუსეთსაც და ამერიკასაც. უბრალოდ რუსეთი ამისთვის გბომბავს, გხოცავს, გენოციდს გიწყობს და ამერიკა მოდის ფულს გაძლევს, გელაც კი იმას გიშვება, გირესტავრირებს, კულტურულ პროგრამებს გიფინანსებს და გეუბნება რომ მოდი რა, ჩემი ინტერესების გაითვალისწინა და მე შენ ამაში დაგეხმარები. რატომაც არა, ხო? და იქიდან ვიმეორებ, არის რუსი, რომელიც მოდის და კლავს. და ეს გეუბნება, ეს კოცი გეუბნება, რომ ისო ფულს რო გაძლევს, ისო ცუდიაო. მაგრამ არაფერს არ ამბობს რუსზე, რომელიც კლავს ტერიტორიებს გართმევს. თუ შეიძლება რაც შენ თქვი, ერთ მაგალითს მოვიყვან, რაც კარგად ასახავს რუსებს. როდესაც რუსები გავიდნენ კიევიდან, ბუჩა, ირპენიდან და ასე შემდეგ, ნუ გამნერე იქიდან რომ ისტორია ზოგადად მიყვარს და განსაკუთრებით კარგად ვიცი ჩვენი უახლესი ისტორია და აფხაზეთში ამათ რეები აკეთეს, ძალიან კარგად ვიცი, ანუ მთელი ეს მასალები მაქვს წაკითხული, რა, ჩვენი ერის ტრაგედია. ის რაც ბუჩაში აღმოაჩინეს, ამას ველოდი რა, მაგრამ იქ ყველაზე ნიშანდობლივი რაც ჩემმა თვალმა დააფიქსირა, ესე ვთქვათ, იყო წარწერა ირპენში თუ ბუჩაში ერთ-ერთ ხიდის ქვეშ. А кто вам разрешил красиво жить? და უნდა ვთარგმნო, ანუ ვინ მოგცათ უფლება კარგად იცხოვროთ, ну красиво жить, ანუ ლამაზად იცხოვროთ ხოლმე, ვინ მოგცათ უფლება რომ კარგად იცხოვროთ? ანუ ტიპები ჩავიდნენ ნახეს უკრაინა ხო არ არის ყველაზე მდიდარი ევროპული ქვეყანა, რომ უკრაინელები მათზე უკეთ ცხოვრობდნენ უკრაინულ სოფლებში, აი ქალაქის გარეუბნებში, ხო? და ვინ მოგცათ უფლება ეს კარგად იცხოვროთ? აი მოდი ორივე მცულად ვიცხოვროთ, რაღაც აი რუსულად არის, მოდი ზაგადიც რა, რასაც ქვია, რა, ორივე მცულად ვიცხოვროთ, რა, ორივე ვიცხოვროთ, რავი, ჩეჩმაში. გაიგე? ნამდვილად შეხარ რასაც ამბობ, ხო ეგ არის ეხა ჩვენ რასაც ვამბობთ, არის ჩვეულებრივი ელემენტარული ცოდნა რუსეთის შესახებ. ეს არ არის ჩვენი აღმოჩენა, ეს არ არის რაც უკრაინაში დაწერეს. რა ვიცი, რუსული ლიტერატურა რო წაიკითხო, რუსი ფილოსოფოსები რო წაიკითხო, თვითონ ამბობენ კაც, რომ ესეთები ვართო. ესეთები ვართო. სალტიკო შედრინია თუ არ ვწდები, რომ ორი საუკუნის მერე გამაღვიძეთო და გეტყვით რას აკეთებენო. პიუტ ივაროიუტ, ანუ სვამენ და იპარავენ. ხო, ანუ ფსიქოტიპის ამბავია, ხო, ანუ დასავლეთ წეგან ისე დაუბრუნდათ იმ თემას, როგორ ვერ გაშიფრა დასავლეთმა რუსეთი, ეგონათ, რომ აი რუსეთში თუ დაიწყება კარგი ცხოვრება, იქნება დემოკრატია და რაღაც ეს გაუსწორდებათ და სხვანაირად სხვა ყალიბით განვითარდებიან, სხვა ჩარჩოში თუ სხვა მიმართულებას აიღებს, სხვა გეზს აიღებს მათი სახელმწიფოებრივი ვექტორი, მაგრამ არა მათი ფსიქოტიპი თუ იცი მაშინ გაიგებ რომ ვიღაცას იქ მაშინ რა ქვია ვოლოგდაში თუ მაგადანში თუ სადღაც აი ციმბირში ურჩევნია რომ მქონდეს ახალი ამბები მის შესახებ რომ აი რუსი სალდათი თავის ბინძურ იმას რა ქვია ჩექმებს იმას შვება რა ქვია ხმელთაშუა ზღვაში რეცხავს აი სირიაში სანამ იყვნენ ხო ამით ბედნიერდება ამით აქვს თვითრეალიზაციის განცდა. მე რა რომ შეერია, მე რა რომ ჩეჩმა აქვს და ტუალეტი არა აქვს. მე რა რომ შეიძლება რაღაც ძლივს თბება და შეში თბება და გათბობა არა აქვს, მაშინ როდესაც სოფლიოში ყველაზე დიდი ლამის ყველაზე დიდი მარაგი აქვს გაზის, ხო? ეგ ანუ სხვა ტიპის ხალხთან გვაქვს ურთიერთობა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეს არ ნიშნავს რომ მას უნდა დაუთმო, იმიტომ რომ ველურია. ეს ნიშნავს რომ სხვანაირად უნდა მიუდგე. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი სინამდვილეში, ამის რესურსიც არსებობს, არ არსებობს აქამდე მხოლოდ ნება. და ეს ნება იცვლება რა. ნება იცვლება და მე მგონია რომ საქართველოშიც ეს ცვლილებები შესაძლებელი გახდება კონტექსტის ცვლილებასთან ერთად. გულისხმობ იმას, რომ მithქვამს და გავიმეორებ რა, ეხლა იგივე რა ძვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ 16 თუ 17 წლის ასაკიდან, ხო, 56 წელს დააპატიმრეს პირველად, როდესაც პროკლამაციები გააკრეს 9 მარტის მერე ქალაქში და ითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მათ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება სხვებთან ერთად, ხო, მაშინ როდესაც საერთაშორისო ვითარება და კონიუნქტურა ისე დაალაგდა, რომ საბჭოთა კავშირი დასუსტდა. ეხლა ჩვენ არ ვიძახი, რომ 30 წელი მოგვიწევს მაგის ლოდინი, ღმერთმა დამიფაროს, ნუ 13 წელია უკვე ველით, ლამის ნახევარია 30 წლის. მაგრამ რუსეთი სუსტდება და უკრაინაში რა მომენტშიც რუსეთს მოუწევს უკან გაიწოვოს თავის ძალები. რა მომენტშიც ის იზოლებული გახდება, რომ საკუთარი ზურგი დაიცვას, როდესაც უკრაინელები უფრო და უფრო მეტ დარტყმას მიაყენებენ მის ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს, ხო? მაშინ საქართველოდანაც გაიწევს ეს ყველაფერი და ეხლა ნუ ჩვენ დავრჩებით რაღაც ზარქუების და აი ამ შაპიტოს პირისპირად ბუნებრივია გაზდის იმის შანსს, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა და გაზდის იმის ალბათობას, რომ ეს ზარქუები გეტყვიან რომ აი რა გჭირს ახლა ხუმრობდი მართლა კი აგულისხმობდი იმას რასაც გეუბნებოდი ან სერიოზულად რატომ იმიღე შენ აი ეს რეალობა ნათლად ხედავ ეს როგორ დადგება რა
როგორ არის, ხო, აი ეს ოპორტუნისტული ნატურა ამათ აქვს. მე ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა ქართული ოცნებისაგან, მოდი ხა გულწრფელები ვიყოთ რა. მე ხო არ ყოფილვარ პოლიტიკური ბრძოლის ველზე და ასე შემდეგ. ხო, მე ხო ყოველთვის შორს ვიჭერდი თავს პოლიტიკისაგან. ვიჭერდი თუნდაც თავს, იმიტომ რომ ვიცოდი რა ნეგატივიც მოაქვს ამ ყველაფერს. ეგრე არ არის რა, ეს არ არის რაღაც ნეგატივისგან თავისუფალი კი არა, აი ძალიან ბევრი ნეგატივი მოდის, რომელიც არაფერში გჭირდება. შენ ამ თემაში მიუხედავად იმისა, შენ პოლიტიკოსი არ ხარ, შენ აპოლიტიკური ადამიანი არასოდეს არ ყოფილხარ, მე მახსოვს. შენ ძველი აქტივობებიც და ასე შემდეგ რა. და არ მგონია რომ ამასაც შენთვის რამე სასიამოვნო რაღაც სასიამოვნო გამოცდილება არ არის ეს. რა ეს არ არის რაღაც, რაც ცხოვრების უკმაყოფილებას მოგიტანს რა და მე პრაქტიკულად იძულებული გამხადეს ამათ. რა? თორე არ წარმომედგინე, არ მინდა მე რასაც ეხა ვაკეთებ, ჩემთვის დისკომფორტია, მეტი არაფერი არ არის ეგ რა. მაგრამ 2024 წლამდე ესენი რასაც აკეთებდნენ, რა? არაფერში არ ჯდება იმაში, რაც აკეთებენ 2024-ის მერე. ერთადერთ რაღაცაში ჯდება რა. ჯდება იმაში, რომ შინაგანად რასაც აკეთებდნენ, ყველაფერი მეტნაკლებად მართლა რუსული კალკით იყო, მაგრამ არც უვიზოს შემოღება, არც ევროკავშირთან მოლაპარაკებები და ასე შემდეგ, ანუ ეხლაც კი თავის ამორჩეულს ეუბნებიან როგორ პარადოქსალურ რამეს. იცი რომ თან ეუბნებიან რომ ეგენი ჩვენ გვათხოვებენ რა თან ეუბნებიან რომ აი კარები გააღეთ და თან კოპენჰაგენში ჩადის რა და ეხა რავი კოპენჰაგენი არა ისა რა ქვია რაღაც ყანდაგარი არ არის და არ არის ქაბული რა ანუ ცოტა ისეთი პონტია მოდი ეს ვთქვა რა გინდა კოპენჰაგენში შეგაიგაც რო გაგათხოვონ რო დავიღუპოთ მე რა შვებით მე გახდება სადღაც რომელიღაც თვითმართველი ერთეულს აი ეგ არის რომ ანუ ხო მოდი ასე ვთქვათ რა არ მინდა ეხა შეგეკამათო მაგრამ სინამდვილეში 2020 ხო ანუ რატო ვიძახი ნახე 2024 წლამდე შენ რო ეხა ასე იძახი ამას ეს ნიშნავს უბრალოდ ძალიან კარგად მუშაობდა მათი პროპაგანდა ვინაიდან სინამდვილეში ძალიან ნათელი იყო ისაც აკეთებდნენ არანაირი მათი შინაგანი განწყობები კი არ არა ეგ მე პირადად შემიძლია ვაღიარო უბრალოდ ძალიან ესეთ კონფორმისტული პოზიცია მე არ მიშინია ამის აღიარება არა მე არავის ბრალს კარდე კაცო ჩაბმა ესე თავით ნახე იმას ვამბობ ზუსტად მაგას ვამბობ რომ შენ ანუ შენ პატრიოტ მოქალაქეს რომ მქონდა იმის საშუალება რომ გეთქვა რომ კაცო რა ვიცი აი უვიზო ხო გვაქვს და ასოცირება ხო გვაქვს და ესე იგი პრინციპში მთლიანობაში მაინც სწორ გზაზე ვდგავართ ეს ნიშნავს რომ ძალიან მაგარი პროპაგანდისტული მანქანა ქონდა დაწყობილი ვინაიდან აი ოდნავ ქვემოთ აი ერთი შრით ქვემოთ ხო იყო საოცრებები რა დავიწყოთ იქიდან რომ ვლადიმერ ბედუკაძე რომელიც იყო აი ციხის კადრების 90%-ის პროდიუსერი, მთავარი რეჟისორი, მთავარი როლის შემსრულებელი, ოპერატორი და ასე შემდეგ აი ეს კაცი ცოტა ხანში მოსკოვში დააჯილდოვეს აი გარმახსოვს. საერთოდ ფაქტია, ხო დააჯილდო. ხო, მაგიტო ვიძახი, იმიტომ არ გახსოვს რომ მაშინ ეს უბრალოდ რაღაცნაირად ისეთი ეიფორია იყო ქვეყანაში, რომ აი რაღაც დემოკრატიული ცვლილება მოხდა, ასეთ ფილანტროპი კაცი მოვიდა და რა დროს ახლა ხო, აი ესეთ რაღაცას რო ვეტყოდი ვიღაცას, მეტყოდა რომ არ ვიცი, ზაზიცი რა, აი ტელევიზორს აღარ უყურებ. ეს ტელევიზორს აღარ უყურებ, რამდენიმე წელი იყო მანტრა რა, ვიღაცები მე ფილანტროპების ზოგადად არ შენზე არ ვამბობ, ზოგადად ტენდენციაზე ვამბობ. ტენდენცია ეგ იყო. ანუ იმ წლებში, როდესაც ჩვენ გვაჭმევდნენ უვიზოს და რაღაც ასოცირებას და ასე შემდეგ, ხდებოდა ჩვენი უშიშროების, უსაფრთხოების, ძალოვანი სისტემის სრული ინფილტრაცია, ხდებოდა კოდორი 2007 წლის ბიჭების განეიტრალება, ხდებოდა ჩვენი სამხედროების სიის გადაცემა რუსებისთვის, ხდებოდა ჩვენი კონტრდაზვერვის ქსელის ჩავარდნა, ერთ დღეში ჩავარდა აფხაზეთში ჩვენი კონტრდაზვერვის ქსელი. ეს ხო არ ნიშნავს, ერთი კი არ გაშიფრეს, უბრალოდ ვიღაცამ ცენტრალიზებულად გადასცა, ესენი არიან და ყველა აიყვანეს, ხო? ზოგი მოკლეს, ზოგი აწამეს, ზოგი დღესაც ციხეშია. ხო და ეს ყველაფერი რა ვიცი, პრინციპში ზედაპირზე იყო, გიგი კალანდაძე იყო ჩვენი ასე ვთქვათ, გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში თუ სწორად მახსოვს, დააკავეს თავდაცვის სამინისტროში თია წულუკიანის მონაწილეობით, დააკავეს რატო? იმიტომ რომ საქართველოში იმართებოდა ნატო საქართველოს კომიტეტის სხდომა და ამ კაცის დაკავებით ეგ სხდომა ჩაიშალა. ანუ შემთხვევით ხო ვერ ხდება კაცო, მაინდა-მაინც ამ კაცის დაჭერა თუ გინდა, აცალე ერთი კვირა, ჩაატარე ნატო საქართველოს კომისია სხდომა ამ კომისიის და მერე გააკეთე ხო ანუ შეგნებულად ისე დაამთხვიეს რომ ეგ არ მომხდარიყო და იმდენია ეს ყველაფერი იმდენი ხო რომ
შეუძლებელია, რომ შეიძლება ერთგან ჩავარდნა კონდეს, მაგრამ იმდენად თანმიმდევრული იყო ეს ყველაფერი, რომ რა თქმა უნდა ჩანდა. უბრალოდ მათ ჰქონდათ აი ძალიან მაღალ დონეზე აწყობილი პროპაგანდა, რომელიც ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს აჯერებდა, რომ ხო, ნუ ეგ მეც არ მომწონს, მაგრამ იცი რა, ბოლომდე არ ვიცი, იმიტომ ტელევიზორს არ უყურებ და დანარჩენი აი ზემოდან რაღაც საკვებს მიგდებენ, რომ აი უვიზო ხო მოგეცით და ასოცირებას ხო მოვაწერეთ ხელი. სინამდვილეში ასოცირებას როცა მოვაწერეს ხელი, მაშინ ჩვენ სხვა ვარიანტი არ გქონდა. 2014 წელს საქართველოში არ იყო იმის მზაობა, რომ ვინმეს ეთქვა ის ასაც დღეს ამბობს. ამას მომზადება ჭირდებოდა პროპაგანდისტული. ანუ საქართველოში ვერ იტყოდი ღიად, რასაც დღეს ამბობს ივანიშვილი. ამიტომ თან ნახე 2014 წლის დასაწყისში იანუკოვიჩმა უარი თქვა ასოცირებას და რაც მოხდა კი ნახეს. რუსებმა ნახეს. შესაბამისად საქართველოში ეგ ვერ გაბედეს. და წავიდნენ სხვა გზით, უფრო გრძელი გზით წავიდნენ. და ეხლა დღეს ასაც ამბობ, ხო რატო დადიან კოპენჰაგენში? რა ვიცი, იმიტომ დადიან, რომ ხა ნებისმიერ კაცჭამიასაც კი, იდიამისაც კი უნდა და რაღაცა ტიპის ლეგიტიმაცია, ხო? მათ უნდათ ლეგიტიმაცია, მათ უნდათ ნორმალიზება, ოღონდ ნორმალიზება სხვა ტიპის. რაც ჩვენ მიგვაჩნია ნორმალიზება, მაგათ კი არა. არამედ უნდათ პირობითად საქართველოს სხვა კალათაში გადაყვანა. რეალურად აი სხვადასხვა ირიბი გზავნილი თუ ხანდახან არც თუ ისე ირიბი გზავნილი ივანიშვილი იძახეს, რა გახდა კაცო, ხო ერთერთებით ამ დიქტატორებს, ხო ერთერთებით ამ ხო და მოყავთ მაგალითად აზერბაიჯანის მაგალითი. ხო და მე არაკორექტული მაგალითია, არც ერთი გაგებით არაა სწორი მაგალითი აზერბაიჯანის. მაგრამ ბევრი, ანუ სხვა მაგალითებიც შეიძლება და იმათ ეუბნება, რომ აი რა გახდა კაცო, მაგრამ ესენი როგორ არიან, ისე აი ტალახიანი ჩექმებით რო შეუშებ სახში ვიღაცას, ვიღაც მტერს, ხო? ყოველდღე ლანძღავენ თან, ანუ ეს მაინც შეცვალონ, ამიტომ არსებობს მეორე ვერსია, რომ და საკმაოდ დამაჯერებელი ვერსია, რომ ეს არის ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკა, რომ სრული გაუცხოება მოხდეს ფსიქოლოგიურ დონეზე დასავლური პოლიტიკური და დიპლომატიური კლასის საქართველოსგან, რომ ესენი როცა შეიცვლებიან, აქედან ამოსვლა გახდეს რთული. ანუ ვიღაც ტიპებს უკვე გაუჯდეთ, რომ არა ძმაო, ეგენი ველურები არიან, ეგენი ანუ დიპლომატიის მიღმა არიან. ვიმეორებ, ანუ არსებობს რაღაც, ხო, აი დიპლომატიაში დემარში და ელჩის დაბარება და ისა და ესა და ნუ კონფლიქტური ვითარებაც კი, მაგრამ ის რიტორიკა, რომელსაც ესენი იყენებენ, არის დიპლომატიის მიღმა. ეს არის აი უბრალოდ მიუღებელი, აპრიორი იმთავითვე მიუღებელი. ანუ მიუღებელი იმ დონეზე, რომ ამათან უბრალოდ საქმეს არ დაიჭერ. ანუ არ დაჯდები და არ დაელაპარაკებ. უკვე ავტომატურად ჩვენთანაც არავინ არ დაიჭერს საქმეს, როგორც არ უნდა შეიცვალოს აქ სიტუაცია ადგილზე. დიდი დრო დაჭირდება ამის გამოსწორებას, იმიტომ რომ ეს გამჯდარი იქნება და რაც თავარია დათესილი იქნება და ეს ეჭვი უკვე არსებობს, ის ეჭვი ევროკავშირში, რომ იცი რა, ეხლა ჩვენ საქართველოს რომ მივიღოთ, ვინაიდან უკვე ნორმალური ხელისუფლება ყავთ, შეიძლება ხვალ ისევ შეიცვალოს ხელისუფლება და ახალი ორბანი შეგვწეს ხელში. და გვინდა ეს, რა თქმა უნდა, არ გვინდა. ანუ ეს ჩვენ ძალიან იმაზე ბევრად უფრო დიდ და გრძელვადიან ზიანს გვაყენებს, ვიდრე ჩვენ დღეს წარმოგიდგენია. ისე აი ერთი ამათ რაც აქვს, ანუ ტაქტიკურად ბიძინა რასაც აკეთებს, ოღონდ ბიძინა ბევრ რამეში მართლა ნუ ჭკვიანურად იქცევა, ხა შეუძლებელი ადამიანი 13 წელი იყოს ხელისუფლებაში და აქედან რო თქვა, რომ აი რაღაც სისულელებს აკეთებს ჯამში, მაინც აღწევს შედეგს, მაგრამ ყოველთვის და ეს განსაკუთრებით ტემპმა მოიმატა 19-ის მერე, 2019-ის მერე აი ეს სისულელები ძალიან გახშენდა, შესტოები გახშენდა და საბოლოო ჯამში ეხლაც რაც ვნახეთ 4-ში რა გაფრთხილების მიუხედავად, დაშინების პირდაპირ მცდელობის მიუხედავად, იყო ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში, ისევ და ისევ. რა, ან მე რაც ვნახე თვალი ვერ წვდებოდა თავისუფლებიდან ბილტმორამდე. ხო, იქამდე იყო რა. ანუ საბოლოო ჯამში მეც უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ან ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში თუ ვერ გაგრძელდება. თუმცა ერთი რაღაცა აუცილებლად უნდა თქვა, რომ რამდენად გრძელვადიანი ბრძოლა. ამაზე პასუხიც არ არსებობს რა. ხო, გრძელვადიანი ბრძოლისთვის ქართველებს გვჭირდება ორი რამ, რაც გვაკლია, ერთი შეიძლება ორზე მეტი გამომივიდეს, ამიტომ ხო რამდენიმე ჩამოვთვალოთ, მოდი. ერთი თვითდისციპლინა, რაც მაინდა-მაინც არ გვიყვარს და არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი თვისება, მეორე რაციონალიზმი, რაც ასევე არ არის ჩვენთვის მაინდა-მაინც დამახასიათებელი თვისება და მესამე მეხსიერება.
სამოქალაქო მეხსიერება, კოლექტიური მეხსიერება, რაც გინდა დავარქვათ. ეს მეხსიერებას ხშირად ისე მიტრიალებენ ხოლმე, გეგონება ვინმეს პირადულ პერსონალურ დონეზე ვერჩი. არა, მეხსიერება არის საგანთა და მოვლენათა შეფასება, რომლიდანაც უნდა ვისწავლოთ. ხო, ამით არ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რომ რაღაც გზას რო გაივლი, ელემენტარულად შენ მაინც უნდა გაანალიზო მერე, აი აქ რა შეცდომა დაუშვი. შეიძლება არაფერი არ დაგიშვია, ხო, არანაირი შეცდომა არ დაგიშვია. შეიძლება, მაგრამ ხო უნდა გაანალიზო. პარტიებზეც როცა ვსაუბრობდით, ან გახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ესა თუ ის პარტია არჩევნების შემდგომ შეიკრიბა, ეხლა ამ ბოლო არჩევნებს არ თვლი, 4 ოქტომბრის არჩევნებს საერთოდ არ თვლი არჩევნებად, ანუ 2024-ის არჩევნებსაც არ თვლი. მე ვიძახი მანამდე, ხო, სანამ მეტნაკლებად კიდევ რაღაც არჩევნები ტარდებოდა, ერთი შემთხვევა მაინც გახსენდება, რომ პარტია შეიკრიბა, გაანალიზა, რაღაც ყრილობა ჩაატარა და აქ აი ამ დაშვებული შეცდომებიდან თუ განვლილი გზიდან გამომდინარე რაღაც შეცვალა, ან ტაქტიკა, ან სასტავი, ან ლიდერშიპი, ხო? ნაკლებად კი არა, არ არსებობს ამისი სამწუხაროდ, არ არსებობს ამის პრეცედენტი. ხო და ეგ გვაკლია მთლიანად ქვეყანაში და ჩვენ აი 30 წელი ახსენე, 35 წელი ახსენე ჩვენი დამოუკიდებლობის, ეგეთ ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია და ძალიან დიდი ეს არის სამუშაოა, რომელიც ჩვენ უნდა გავწიოთ, რომ ელემენტარულად ეს გზა რაც გამოვიარეთ, გავაანალიზოთ რა შეგვეშალა, რა სწორად გავაკეთეთ, რა არასდროს არ უნდა გავიმეოროთ. ეხლა მანტრასავით გაიგონებ ხოლმე, არა რა რაღაც ერთ წრეზე დავდივართ, მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ჩვენ იმიტომ დავდივართ ამ მოჯადოებულ წრეზე, რომ არასდროს არ სწავლობ წინა წრეზე რა შეგეშალა. არასდროს. მე რო გეუნები, მე პირობითად რა ამ შემთხვევაში, ანუ ვიღაც რო გეუნება, რომ იცი რა, ეს არ უნდა გავაკეთო, ჩემ მეუბნები, კარგი რა, ეხლა რა დროს ეს არის, ახლა ამის დრო არ არის, ახლა ხო საჩვენოს ამბობს. და აღმოჩნდება რომ საჩვენოს რო ამბობდა, ეხლა აი საკვანძო მომენტში ისევ არასაჩვენოს ამბობს ან აკეთებს, ხო? ელემენტარულად რატო ხდება ისტორიის გადაწევა, ეს ღალატის კომისია რატო შექმნეს? აკადემიური ინტერესი ხო არა აქვთ? ან პარტიის აკრძალვა თუ უნდა რა ამის გარეშე ვერ აკრძალავდნენ პარტიას? ამის გარეშე ხო, ანუ რატო ვიძახი? ეს არის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი, რომ ჩვენი ისტორია გადაწერონ და უბრალოდ სიყალბე მე უკვე სკოლებში შეიტანონ, ანუ რაღაც სრული არარეალური რაღაც აღწერონ. ხო, მაგალითად წულუკიანმა რო იკითხა, რომ კი, მაგრამ იკითხა კი რო თქვა, რომ შევარნაძეს გადადგომის განცხადება არ ქონდა დაწერილიო. ანუ ამას ამბობს ხალი, რომელიც რატომღაც არ ამბობს, რომ ზვიადგამსახურდიაცაც არ დაუწერია გადადგომის განცხადება, როდესაც დაამხეს და ამას ხელი არ შეუშლია ირაკლი ყობახიძის მამისთვის. ხელი არ შეუშლია გოგა ხაინდრავასთვის, ხელი არ შეუშლია ვოლსკისთვის, რომ ის შემდგომი ხელისუფლების წევრები ყოფილიყვნენ და უტრტვინულად მაგრამ ყველა რელიგიური გამოდის. ანუ მაგითო ვიძახ, ანუ თავდაც კი ვარ. რაღაც გოგუაძე გავიხსენე ახლა და კაკო რა გვარი იყო მეტად. ასათიანი და შეიძლება ეგ იყოს ახლა ლეგიტიმური? მაგათ გაგიდი. ხო, ანუ ეს აბსურდია, ხო, მაგრამ ამას შეგნებულად აკეთებენ. და გეუბნებიან, რომ 2003 წელს დაიწყო ყველა ბოროტება და 2003-მდე რაც იყო შეგნებულად გავიწყებენ იმას. რა ჯოჯოხეთი იყო ეს ქვეყანა. კრიმინალური შეუმდგარი სახელმწიფო ინსტიტუტებით 14 წლიანი პენსიით, რომელიც არ რიგდებოდა ადამიანების გატაცებებით, ადამიანების გადმოყრებით პოლიციის შენობებიდან, ეს ყოველდღიურობა იყო. კი ბატონო. ამას გვავიწყებენ შეგნებულად და ეს არის ერთი დიდი რუსული ვერაგი გეგმის ნაწილი, რაც მაგალითად 1918 წლის რესპუბლიკაზეც იგივე გააკეთეს. მაგნაწილში, მეც ძალიან მიყვარს ისტორია და ბევრს ვეცნობ, მაგრამ ახალი ლიტერატურიდან ვეცნობი, რაზეც აი სოვლაბი მუშაობს ხშირად, ხო და ერთი რაღაც შენიშნეს, რაც მე არ ვიცოდი, რამდენად იდენტური არის ქოცური პროპაგანდა იმ პროპაგანდისა, რომელსაც ბოლშევიკები აწარმოებდნენ ჩვენი პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ. ანუ მსგავსი კი არა, იდენტურია. მაგალითად 1921 წლის მარტის დასაც ერთ-ერთი მარტის ნომერი არის გაზეთი კომუნისტის, სადაც სათაური ასე იკითხება ქართველმა მშრომელმა თავისუფლად იწყო სუნთქვა. ანუ გეცნობა 2012 წლის ლოზუნგი, რომ ის 3 წელი იყო სისხლიანი 3 წელი. რომ სოციალ-დემოკრატების თავრობა, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჰუმანური, დემოკრატიული და პროგრესული იყო, თურმე ყოფილან მკვლელები, ჯალათები და მწამებლები. ანუ ერთ-ერთია ყველაფერი, სადაც რუსი ახალ არაფერს არ იგონებს. ხო და ჩვენ კიდე მეხსიერება რო არა გვაქვს ყოველ ჯერზე, ყოველ თაობას, ყოველ 10 წელიწადში ერთ და იგივეს აჯერებენ, ხო? და სანამ ის ადამიანი ამოვა ამ ტყუილიდან გაიხედავს, გამოიხედავს, იმან 10 წელი მოიგო შენი ცხოვრების, შენი განვითარების. აი მოდი ასეთ დაშვება გავაკეთოთ. 91 წელს აქ რო არ მომხდარიყო პუტჩი, სამხედრო პუტჩი, 2004 წელს საქართველოს იქნებოდა ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების იმ ტალღის ნაწილი. შეუძლებელი არ ყოფილიყო.
კაი, ეგ გავმაზეთ ხო? აფხაზეთში ომსაც სამაჩაბლოში ომსაც ძალიან დიდი ბიძგი მისცა ორივეს 91 წლის მოვლენამ. ან რეალურად ჩვენ შეიძლება ეს ომებიც, სამაჩაბლოში დაწყებული იყო, მაგრამ სხვანაირად წავიდა და აფხაზეთში შეიძლება არც კი დაწყებული იყო. გეთანხმები. ხო, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ რუსული სცენარის ნაწილი იყო და იგივე 2012 წელს, კაი, ის ტალღა გავმაზეთ, ხო და ჩავაგდეთ და 2012 წელს რო არ მოსულიყვნენ ხელახლა რუსები ხელისუფლებაში, დღეს ვიქნებოდით ერთი ფეხით ევროკავშირში უკვე და ნატოში. მოლდოვა მართლა ჩვენზე უკან არის, ბევრი მაჩვენებლით, მაგრამ ჩვენზე წინ არის პოლიტიკური ნებით. პოლიტიკური ნებით არიან ერთ-ერთი ჩვენზე წინ სამწუხაროდ. სადაც დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის, თუ რამის თქმა გინდა კიდე მაყურებლისთვის უბრალოდ არა მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ არ მოვიწყნოთ ყურები არ ჩამოყაროთ არ ჩავთვალოთ რომ რაღაც ერთი თარიღი ან ერთი აბსოლუტური დედლაინი არსებობს და იმ დღეს თუ რაღაც არ ანუ აბსოლუტური და რაღაც ისეთი სცენარების აპოკალიფტური სცენარების მიმართ უფრო ისე განვეწყოთ ნაკლებად იყოთ განწყობილი და რუტინული შრომა, რუტინული ბრძოლა გავაგრძელოთ, უბრალოდ ჩვენი მთავარი იარაღი ამ ეტაპზე არის არაღიარება და ამ რეალობის მიუღებლობა. ანუ ტერი იმარჯვებს მაშინ, როდესაც ჩვენ აღიარებ მის გამარჯვებას. თუ არ აღიარებ, ის არ არის გამარჯვებული. შეიძლება de facto ის აკონტროლებს ვითარებას, მაგრამ ის არ არის გამარჯვებული და ის ვერ მართავს სიტუაციას, როგორც მას უნდა. და კარგი არის ის, რომ აქეთა მხარეს არ ყავს ერთი თავი, რომელსაც წააცლი, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად და შესაბამისად დაიმორჩილებ საქართველოს მოსახლეობას, აქეთა მხარეს ვართ ყველანი, რა ვიცი, მილიონობით ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული და არა ეს რუსული წუმპე, რომელსაც ივანიშვილი გთავაზობს თავის მონებთან ერთად. თუ აიც ცოცხლებ ვართ, იმედია სწორად გამოვიყენ ეს ფრაზა რა. დიდი მადლობა. მადლობა შენ. მადლობა ზაზა, დიდი მადლობა მაყურებელს. თქვენ შეგიძლიათ გააცნოთ აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე და გამოგვყევით Facebook-ზე, TikTok-ზე და სხვა. მადლობა ზაზა კიდევ ერთხელ.